იესო ნავესწის წიგნი ხუთსიგნეულის დინამიური გაგრძელებაა, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ იწყებენ წინაპრებისთვის ღვთის მიერ მიცემული აღთქმები მატერიალური ფორმის მიღებას. ეს არის წიგნი უდაბნოში მომთაბარე ცხოვრების წესიდან უმოძრაო ცხოვრებაზე გადასვლის შესახებ. პირველი ნაწილი. შესავალი და მომზადება. თავები პირველიდან მეხუთემდე. პირველი ნაწილი ეძღვნება მემკვიდრეობას და სულიერ მობილიზაციას. მოსეს გარდაცვალების შემდეგ ლიდერობა იესო ნავესწეს გადაეცემა, რომლის სახელით სიმბოლურად ნიშნავს უფალი ხსნა. ღმერთი მას მტკიცე და მამაცი მოუწოდებს და ახსენებს, რომ წარმატება დამოკიდებულია კანონის ერთგულებაზე. ეს თავები ასახავს სტრატეგიულ დაზვერვას და იორდანეს სასწაულებრივ გადაკვეთას. აქ ცენტრალური თემა არ არის სამხედრო ძლიერება, არამედ სულიერი განწმენდა. მდინარის გადაკვეთა იმეორებს წითელი ზღვის სასწაულს, რაც ადასტურებს ახალი ლიდერის ავტორიტეტს. მეხუთე თავი აღწერს მნიშვნელოვან რიტუალებს, ახალი თაობის წინადაცვეთას და პასექის აღნიშვნას. ხალხი წყვეტს მანანის ჭამას და იწყებს მიწის ნაყოფით კვებას. ბლოკი მთავრდება უფლის ლაშქრის ლიდერის გამოჩენით, რომელიც ნათლად აცხადებს, რომ ეს ომი ღვთისაა და არა მხოლოდ ადამიანური დაპყრობა. ძველი აღთქმა. იესო ნავესწზე. თავი პირველი. უფლის მორჩილის მოსეს სიკვდილის შემდეგ უთხრა უფალმა იესო ნავესწეს, მოსეს მსახურს, მოგდა ჩემი მორჩილი მოსე. ახლა ადექი და გადალახე ეს იორდანე მთელი ერითურთ და შედი იმ ქვეყანაში, რომელიც მოგეცით თქვენ, ისრაელიანებს. ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენი ფეხის ტერფი დაიდგმება, თქვენთვის მომიცია, როგორც ვუთხარი მოსეს უდაბნოდან და ამ ლიბანიდან დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე ხეთელთა მთელი ქვეყანა. დიდ ზღვამდე და მზის დასავლამდე გექნებათ საზღვრები. ვერ ვინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე შენთან ვიქნები, არ გამოგეცლები და არ მიგატოვებ. გამაგრდი და მტკიცედ დეგ, რადგან შენ უნდა დაუმკვიდრო ამ ხალხს ის ქვეყანა, რომლის მიცემასაც შევპირდი მათ მამა პაპას. ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ, ჩემმა მორჩილმა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებით იარო. ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება. ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ. უბრძანა იესო მერის რჯულისკაცებს, მოიარეთ ბანაკი და გამოუცხადეთ ხალხს. გაიმზადეთ თქოსაგზალი, რადგან 3 დღის შემდეგ უნდა გახვიდეთ ამ იორდანეს გაღმა, რათა დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ დასამკვიდრებლად. რეუბენელებს, გადელებს და მენაშეს შტოს ნახევარს ასე უთხრა იესომ, გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ მოსემ, უფლის მორჩილმა, უფალი, თქვენი ღმერთი დაგასვენებთ და მოგცემთ ამ ქვეყანას. თქვენი ცოლები, თქვენი ბავშვები და თქვენი საქონელი დარჩეს ქვეყანაში, რომელიც მოგცათ მოსემ იორდანეს გაღმა, თქვენ კი შეჭურულნი გაუძეღით თქვენს ძმებს, მეომრებოდ და შეეციეთ მათ, ვიდრე არ დაგასვენებთ უფალი თქვენ და თქვენს ძმებს, ვიდრე ისინიც არ დაიმკვიდრებენ ქვეყანას, რომელსაც აძლევს მათ უფალი. მერე დაბრუნდით თქვენს სამკვიდრო ქვეყანაში და დაიმკვიდრეთ ის, რომელიც მოგცათ მოსემ, უფლის მორჩილმა, იორდანეს გაღმა აღმოსავლეთის მხარეს. პასუხად უთხრეს იესოს, რაც გვიბრძანე, ყველაფერს შევასრულებთ და ყველგან წავალთ, სადაც კი გაგგზავნი. როგორც მოსეს ვუჯერებდით, ისე შენ დაგიჯერებთ. ოღონდ უფალი, შენი ღმერთი იყოს შენთან, როგორც მოსესთან იყო. ყოველი კაცი, ვინც არ დაემორჩილება შენს ნაბრძანებს და არ გაიგონებს შენს სიტყვას, რასაც გვიბრძანებთ, სიკვდილით დაისჯება. ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ. თავი მეორე. გაგზავნა ფარულად იესო ნავესწემ შიტიმიდან 2 მსტოვარი და დააბარა მათ, წადით, დაზვერეთ ქვეყანა და იერიხონი. ისინიც წავიდნენ და მივიდნენ ერთი მეძავის სახელად რახაბის სახლში. და ღამე გაათიეს იქ. ამბავი მოუვიდა იერიხონის მეფეს, აჰა, ხალხი მოსულა აქ ღამით ისრაელიანთაგან ქვეყნის დასაზვერად. შეუთვალა იერიხონის მეფემ რახაბს, გამოიყვანე კაცები, შენთან რომ მოვიდნენ, სახლში რომ გყავს, რადგან ქვეყნის დასაზვერად არიან მოსულნი. ადგა და დამალა ქალმა ეს 2 კაცი, თქვა, მართლაც მოვიდნენ ჩემთან კაცები, მაგრამ არ ვიცი, საიდან იყვნენ. სუხრისას, კარიბჭეს რომ კეტავდნენ, მაშინ გავიდნენ ის კაცები, არ ვიცი, საით წავიდნენ საჩქაროდ დაედევნეთ და დაეწევით. თავად კი სხვენზე აიყვანა ისინი და დამალა სელის ჩალაში, სხვენზე რომ ჰქონდა გაფენილი. მდევრები კი დაედევნენ მათ. გარბოდნენ იორდანისკენ მიმავალ გზაზე ფონამდე. ქალაქის კარიბჭე მდევრების გასვლისთანავე ჩაკეტეს.
ვიდრე დაწვებოდნენ მსტოვრები, ქალი ავიდა მათთან ცხენზე. უთხრა კაცებს, მე ვიცი, რომ უფალმა თქვენ მოგცათ ეს ქვეყანა, რომ თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველანი და რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენს წინაშე. რადგან გვსმენია, როგორ ამოაშრა თქვენს წინამე უფალმა მეწამული ზღვა, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, რა უყავით ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმალო სიხონსა და ყოგს, რომელთაც მუსრი გაავლეთ. შევიტყვეთ და შეგვიდრკა გული, მხნეობა აღარავის შერჩა თქვენს გამო, რადგან უფალი, თქვენი ღმერთია მაღლაცაში და დაბლა დედამიწაზე. ახლა დამიფიცეთ უფალი, რომ როგორც მე გიყავით სიკეთე, ასევე უყოფთ სიკეთეს მამაჩემის სახლს და სარწმუნო ნიშანს მომცემთ. დაინდეთ მამაჩემი და დედაჩემი, ჩემი ძმები და დები და ყველანი, ვინც კი მათ ჰყავთ გვიხსენით სიკვდილისგან. უთხრეს კაცებმა, თავს დავდებთ შენთვის, თუ არ გააცხადებ ამ ჩვენს ამბავს. და როცა უფალი მოგცემს ამ ქვეყანას, ჩვენს სიყვარულსა და ერთგულებას დაგიმტკიცებთ. სარკმლიდან თოკით ჩაუშვა ისინი, რადგან გალავნის კედელში იყო მისი სახლი, გალავანში ცხოვრობდა იგი. უთხრა მათ ქალმა, თაში წადით, მდევრებს რომ არ გადააწყდეთ 3 დღეს იქ დაიმალეთ, ვიდრე მდევრები დაბრუნდებოდნენ. მერე კი თქვენს გზას დაადექით. უთხრეს კაცებმა, თავისუფალნი ვიქნებით ამ ფიცისგან, რითაც დაგვაფიცე, თუ ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიყვანე, ქვეყანაში ჩვენი შემოსვლისას სარკმელზე არ გექნა გამობმული შენი დედმამა, შენი ძმები და მამა შენის მთელი სახლეული შენთან ყავდეს სახლში. თუ მოხდა და შენი სახლის კარიდან ვინმე გარეთ გავიდა, მისი სისხლი მის თავზე იყოს. ჩვენ ბრალი არ გვექნება. ხოლო ვინც შენთან იქნება სახლში, მისი სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვინმე მხელი გამოიღო მათ წინააღმდეგ. თუ გათქვამ ამ ჩვენს საქმეს, თავისუფალნი ვარ ფიცისაგან, რომლითაც შენ დაგვაფიცე. თქვა ქალმა, თქვენი სიტყვისამებრ იყოს. გაისტუმრა და წავიდნენ ისინიც. ხოლო მან სარკმელს გამოაბა მეწამული თოკი. წავიდნენ და მივიდნენ მთაში, იქ დარჩნენ 3 დღეს, ვიდრე მდევრები უკან არ გაბრუნდნენ. ეძებეს ისინი მთელს გზაზე მდევრებმა, მაგრამ ვერ მიაგნეს. დაბრუნდა ეს 2 კაცი მთიდან დაეშვნენ, გაღმა გავიდნენ, მივიდნენ იესონავეს ძესთან და უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ. უთხრეს იესოს, უფალს ჩაუგდია ჩვენს ხელში მთელი ეს ქვეყანა და ქვეყნის მკვიდრნიც დაშინებული ყოფილან ჩვენგან. თავი მესამე. ადგა ადრე დილით იესო და დაიძრნენ შიტიმიდან და მიადგნენ იორდანეს, ის და მთელი ისრაელობა და იქ დაიღამეს, ვიდრე გაღმა გავიდოდნენ. 3 დღის შემდეგ მოიარეს ხალხის გამრიგეებმა ბანაკი და არიგეს ხალხი და უთხრეს, როცა დაინახავთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმის კიდობანს და ლევიან მღვდლებს, რომელთაც მოაქვთ იგი, თქვენც დაიძარით თქვენი ადგილიდან და უკან მიჰყევით. ოღონდ 2000 წრთა მაინც უნდა გშორავდეთ მისგან, ნუ მიუახლოვდებით, რომ იცოდეთ გზა, რომლითაც მიდიხართ, რადგან არ გივლიათ ამ გზით არც გუშინ, არც გუშინ წინ. უთხრა იესომ ერს, განიწმიდენით, რადგან ხვალ მოიმოქმედებს უფალი თქვენში სასწაულებს. ასე უთხრა იესომ მღვდლებს, ასწიეთ აღთქმის კიდობანი და ხალხის წინ ჩაიარეთ. ასწიეს აღთქმის კიდობანი და ჩაუარეს ხალხს. უთხრა უფალმა იესოს, დღეიდან უნდა დავიწყო შენი განდიდება მთელი ისრაელის თვალში, რათა დარწმუნდნენ, რომ როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე ვიქნები შენთან. შენ კი ასე უბრძანე მღვდლებს, რომელნიც აღთქმის კიდობანს ატარებენ, როგორც კი იორდანეს ნაპირს მიადგებით, იორდანესთან გაჩერდით. უთხრა იესომ ისრაელიანებს, ახლოს მოდექით და ისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვები. თქვა იესომ, ამით დარწმუნდებით, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენ შორის და იგი აჰყრის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხივიელებს, ფერიზელებს, გირგაშველებს, ამორევლებს და იებუსეველებს. აჰა, მთელი ქვეყნის პატრონის აღთქმის კიდობანი თქვენს თვალწინ გადალახავს იორდანეს. ახლა ამოირჩიეთ 12 კაცი ისრაელის შტოთაგან, თითო კაცი თითო შტოდან. როგორც კი მღვდლები, რომლებიც უფლის, მთელი ქვეყნის პატრონის კიდობანს ატარებენ, ფეხს ჩადგამენ იორდანეს წყალში, გაიპობა დაღმა იორდანის წყალი და ერთ კედლად აღიმართება. როცა დაიძრა ხალხი თავთავისი კარვებიდან, რომ გადაელახათ იორდანე, მღვდლებმაც წაიღეს ხალხის წინ აღთქმის კიდობანი. როგორც კი კიდობნის მტვირთველები მიადგნენ იორდანეს და ფეხი ჩადგეს ნაპირის წყალში, მკათათვეში ნაპირებზე გადმოდის იორდანე, დადგა დაღმა მდინარი წყალი და ერთ კედლად აღიმართა კარგა მანძილზე ქალაქ ადამიდან, ცართანის გვერდით რომ არის. უდაბურ ზღვაში, ანუ მარილოვან ზღვაში ჩამდინარი წყალი კი დაიწრიტა და შეწყდა. იერიხონის პირდაპირ გადიოდა იორდანეზე ხალხი. უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები მყარად იდგნენ მშრალზე შუაგულ იორდანეში. ასე გადიოდა მთელი ისრაელი მშრალზე, ვიდრე მთელმა ერმა არ გადალახა იორდანე. თავი მეოთხე.
როცა მთელმა ერმა გადალახა იორდანე, ასე უთხრა უფალმა იესოს, ამოირჩიე ხალხიდან 12 კაცი, თითო შტოდან. ასე უბრძანე ხალხს, აკრიბეთ აქედან იორდანის შუაგულიდან, სადაც მტკიცედ ედგათ ფეხი მღვდლებს, 12 ქვა, თან წაიღეთ და დააწყვეთ სათევში, სადაც ღამის გათევას დააპირებთ. დაიბარა იესომ 12 კაცი ისრაელიანთაგან, რომ განაწესა, თითო კაცი თითო შტოდან. უთხრა მათ იესომ, იარეთ უფლის თქვენი ღმერთის კიდობნის წინ იორდანეს შუაგულამდე და თითო ქვა აიკიდეთ ზურგზე ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით, რათა ეს იყოს ნიშანი თქვენს შორის. როცა შეგეკითხებიან ოდესმე თქვენი შვილები, ეს რა ქვები გაქვთო? მიუგეთ იორდანეს წყლები, რომ გაიპოთ ქო უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, როცა იორდანეს გაღმა გადადიოდა ერი, გაიპოთ ქო იორდანეს წყლები. სამახსოვროდ ჰქონდეთ ეს ქვები ისრაელიანებს უკუნისამდე. ასე მოიქცნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა იესომ, აკრიბეს 12 ქვა იორდანეს შუაგულიდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით, და გავიდნენ ამ ქვებიანად გაღმა, სათევში და იქ დააწყვეს. ასევე 12 ქვა დააწყობინა იესომ იორდანეს შუაგულში იმ ადგილას, სადაც ფეხი ედგათ უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთვალ მღვდლებს. დღემდე იქ აწყვია ის ქვები. უფლის კიდობნის მტვირთველი მღვდლები იორდანეს შუაგულში იდგნენ, ვიდრე ყველაფერი არ შესრულდა, რაც უფალმა უბრძანა იესოს ხალხისათვის სათქმელად, როგორც უანდერძა მოსემ იესოს. ხალხი აჩქარებით გადიოდა გაღმა. როცა გადავიდა მთელი ხალხი, გადავიდნენ უფლის კიდობანი და მღვდლები ხალხის თვალწინ. გადავიდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს შტოს ნახევარი ისრაელიანთა თვალწინ საომარი წყობით, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის მოსეს. 40,000-მდე იარაღასხმული კაცი გავიდა გაღმა უფლის წინაშე იერიხონის ველზე საბრძოლველად. იმ დღეს განადიდა უფალმა იესომ მთელი ისრაელის თვალში და სიკვდილამდე ეშინოდათ მისი, როგორც მოსესი ეშინოდათ. ასე უთხრა უფალმა იესოს, უბრძანე მღვდლებს, რომელთაც მოწმობის კიდობანი მოაქვთ, იორდანედან ამოვიდნენ. უბრძანა იესომ მღვდლებს, ამოდით იორდანედან. როგორც კი იორდანედან ამოვიდნენ მღვდლები, რომელთაც უფლის აღთქმის კიდობანი მოჰქონდათ და ხმელეთზე დაიდგა მღვდლების ტერფები, ისევ თავის ადგილას მოიქცა იორდანეს წყლები, როგორც გუშინ და გუშინწინ იწყეს დინება თავის კალაპოტში. ამოვიდა ხალხი იორდანედან პირველი თვის მე-10 დღეს და დაბანაკდა გილგალში, იერიხონის აღმოსავლეთით. ის 12 ქვა იორდანედან რომ წამოიღეს, გილგალში დააწყობინა იესომ. ასე უთხრა ისრაელიანებს, როცა შეეკითხებიან ოდესმე თქვენი შთამომავლები თავიანთ მამებს, ეს რა ქვებიაო? ასწავლეთ თქვენს შვილებს, მშრალზე გადმოლახათ ქო ისრაელმა ეს იორდანე. რადგან ამოშრობილი ჰქონდა უფალს, თქვენს ღმერთს იორდანეს წყლები თქვენს წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოხვედით, როგორც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მეწამულ ზღვას, რომელიც ამოაშრო ჩვენს წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოვედით, რათა ყველა ხალხმა გაიგოს ამ ქვეყანაზე უფლის მარჯვენის ამბავი, რომ მაგარია იგი, რათა მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა. თავი მე-5. როცა გაიგეს იორდანეს დასავლეთი ნაპირის მეფეებმა და ზღვისპირეთის ქანაანელმა მეფეებმა, რომ ამოაშრა უფალმა იორდანეს წყალი ისრაელიანთა წინაშე, ვიდრე გაღმა გამოვიდოდნენ, შეუდრკათ გული და მხნეობა წაუხდათ ისრაელიანთა გამო. იმ დროს უთხრა უფალმა იესოს, გააკეთე კაჟის დანები და ერთხელ კიდევ წინ დაცვითე ისრაელიანები. გააკეთა იესომ კაჟის დანები და წინ დაცვითა ისრაელიანები გიბღათ ჰაყარალოთის წინ დაცვეთის გორამახლობლად. აი რის გამო წინ დაცვითა ისინი იესომ, ეგვიპტიდან გამოსული მთელი მამროვანიერი, ყველა, ვისაც ბრძოლა შეეძლო, დაიხოცნენ უდაბნოს გზაზე ეგვიპტიდან გამოსვლისას. წინ დაცვეთილი იყო მთელი ხალხი, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდა, მაგრამ ხალხი, რომელიც უდაბნოში, გზაში დაიბადა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, არ იყო წინ დაცვეთილი. რადგან 40 წელი დადიოდნენ უდაბნოში ისრაელიანები, ვიდრე არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ხალხი, ბრძოლის შემძლებელი, რომელთაც არ გაიგონეს უფლის სიტყვა და რომელთაც დაემუქრა უფალი, რომ თვალით არ ანახვებდა იმ ქვეყანას. მათი მამა პაპისთვის რომ ჰქონდა აღთქმული ქვეყანას, სადაც რძისა და თაფლის ზღვარი დის. მათ ნაცვლად კი მათი შვილები დაადგინა. სწორედ ესენი წინ დაცვითა იესომ, რადგან წინ დაუცვეთელნი იყვნენ, არ მიუღიათ წინ დაცვეთა გზაში. როცა წინ დაიცვითა მთელმა ხალხმა, იქვე დარჩნენ ბანაკში ჭრილობის მოშუშებამდე. უთხრა უფალმა იესოს, დღეს მოგწმინდეთ ეგვიპტის სირცხვილი. და უწოდა იმ ადგილს სახელად გილგალი და ასე ეწოდება დღემდე. იდგნენ ბანაკად ისრაელიანები გილგალს და დაამზადეს პასექითვის მე-14 დღეს საღამოხანს, იერიხონის დაბლობზე. ჭამეს იმ ქვეყნის ნაყოფები პასექის მეორე დღეს ხმიადები და ქუმელი სწორედ ამ დღეს. შეწყდა მანანა მას შემდეგ, რაც ჭამეს ქვეყნის ნაყოფი. აღარ ჰქონდათ ისრაელიანებს მანანა და ჭამდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავალს იმ წელს.
და იკვებებოდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავლით იმ წელიწადს. ერთხელაც როცა იერიხონთან იყო იესო, გაიხედა და დაინახა მის წინ მდგარი კაცი, რომელსაც ხელში გაშიშვლებული მახვილი ეჭირა. მივიდა მასთან იესო და ჰკითხა, მტერი ხარ თუ მოყვარე? მიუგო, არა, უფლის მხედრობის თავი ვარ. ახლა მოვედი. პირქვე დაემხო იესო და თაყვანისცა. უთხრა, რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მორჩილს? უთხრა უფლის მხედრობის თავმა იესოს, ფეხსამოსი გაიძვრე ფეხზე, რადგან წმიდაა ეს ადგილი, სადაც დგახარ. ასეც მოიქცა იესო. მეორე ნაწილი. ცენტრალური და სამხრეთ ქანაანის დაპყრობა. მე-6-დან მე-10 თავებამდე. ეს ნაწილი შეიცავს ყველაზე ცნობილ საბრძოლო სცენებს. იერიხონის დაცემა მე-6 თავი წარმოდგენილია როგორც ლიტურგიული აქტი, კედლები ინგრევა არა სატყორცნებისგან, არამედ საყვირების ხმითა და რწმენით. თუმცა ეს ტრიუმფი აქანის ცოდვის გამო აიში დამარცხებას ცვლის, რაც ხელს უსვამს წიგნის მთავარ თემას, ხალხის სიწმინდე პირდაპირ გავლენას ახდენს მათ გამარჯვებებზე. მონანიებისა და აიშის აღების შემდეგ იესო ნავესწე ებალისა და გერიზიმის მთებზე აღთქმას აახლებს. შემდეგი ნაწილი აღწერს გაბაონელების ეშმაკობას, რომლებმაც ისინი ისრაელთან ალიანსში შეიყვანეს. ეს იესო ნავესწე ხუთი სამხრეთელი მეფის კოალიციის წინააღმდეგ მასშტაბურ ბრძოლაში ჩაითრევს. მე-10 თავი აღწერს ფენომენალურ მოვლენას, როდესაც მზე გაჩერდა გაბაონზე, რამაც ისრაელებს გამარჯვების დასასრულებლად დრო მისცა. ეს ნაწილი ასახავს ქანაანის სამხრეთ ციხესიმაგრეების სწრაფ განადგურებას. თავი მე-6. ჩაიკეტა იერიხონი და ჩაკეტილი იყო ისრაელიანთათვის, ვერვინ გამოდიოდა იქიდან და ვერვინ შედიოდა იქ. უთხრა უფალმა იესოს, დამაცადე ხელში ჩაგაგდებინებ იერიხონს, მის მეფეს და მებრძოლებს. ირგვლივ შემოუარეთ ქალაქს ყველამ, ვისაც ბრძოლა შეუძლია. ერთხელ დაარტყით წრე. ასე აკეთეთ 6 დღის მანძილზე. 7 მღვდელმა ატაროს ვერძის რქის 7 ბუკი კიდობნის წინ. მე-7 დღეს 7 გზის შემოუარეთ ქალაქს და მღვდლებმა სცენ ბუკებს. როცა ჩაჰბერავენ ვერძის რქას და გაისმება ბუკის ხმა, დასცეს დიდი ყიჟინა მთელმა ერმა და იქვე ჩაიქცევა ქალაქის კედლები და ავა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით. დაიბარა იესო ნავესწე მღვდლები და უთხრა მათ, წაიღეთ აღთქმის კიდობანი, 7 მღვდელმა კი ვერძის რქის 7 ბუკით ხელში იაროს კიდობნის წინ. უთხრა ერს, წადით და გარს შემოუარეთ ქალაქს, იარაღდასხმულებმა უფლის კიდობნის წინ იარონ. როგორც კი ეს უთხრა ერს იესომ, ბუკს ასცა 7 მღვდელმა, რომელთაც უფლის წინ მიჰქონდათ ვერძის რქის 7 ბუკი. უფლის აღთქმის კიდობანი უკან მიჰყვებოდა მათ. იარაღდასხმულნი წინ უძღოდნენ მღვდლებს, რომელნიც ბუკებს აყვირებდნენ, ხოლო უკანანი მისდევდნენ კიდობანს და გზადაგზა ბუკებს აყვირებდნენ. ხალხს ასე უბრძანა იესომ, ნუ დასცემთ ყიჟინას და ხმას ნუ გაიღებთ, სიტყვა არ დაგწდეთ ბაგიდან იმ დღემდე, ვიდრე არ გეტყვით, დაეცით მეთქი ყიჟინა და თქვენც დასცემთ ყიჟინას. შემოუარა უფლის კიდობანმა ქალაქს, დაარტყა ერთი წრე, დაბრუნდა ბანაკში და ბანაკში დაიღამა. ადგა დილა ადრიანად იესო და წაიღეს მღვდლებმა უფლის კიდობანი. 7 მღვდელი, რომელთაც მიჰქონდათ უფლის კიდობნის წინ ვერძის რქის 7 ბუკი, გზადაგზა აყვირებდა ბუკს, იარაღდასხმულნი წინ მიუძღოდნენ მათ, ხოლო უკანანი უფლის კიდობანს მიჰყვებოდნენ და გზადაგზა აყვირებდნენ ბუკს. მეორე დღესაც ერთგზის შემოუარეს ქალაქს და დაბრუნდნენ ბანაკში. ასე აკეთებდნენ 6 დღეს. მე-7 დღეს ადრე ადგნენ განთიადისას და იმავე წესით 7 გზის შემოუარეს ქალაქს, ამ დღეს შემოუარეს 7 ჯერ ქალაქს. მე-7 ჯერზე როცა ეკი დააყვირეს მღვდლებმა, უბრძანა იესომ ხალხს, დაეცით ყიჟინა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა ქალაქი. უფლისათვის უნდა იქნას დარისხებული ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია, მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან ჩვენი მიგზავნილი მსტოვრები დამალა. ოღონდ თქვენ ერიდეთ დარისხებულს, რომ თავადაც არ გახდეთ დარისხებული. არაფერი აიღოთ დარისხებულიდან, რომ შეჩვენებას არ მისცეთ ისრაელის ბანაკი და უბედურება არ დაატეხოთ თავზე. მთელი ოქრო ვერცხლის სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სიწმიდე უნდა იყოს, უფლის საგანძურში უნდა შევიდეს. ახმაურდა ხალხი და დააყვირეს ბუკებიც. როგორც კი ხალხს ბუკის ხმა მოესმა, დასცა ხალხმა დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩამოიქცა კედლები. ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით და აიღეს ქალაქი. გაანადგურეს ქალაქში ყველაფერი, რაც დასარისხებელი იყო, კაცი თუ ქალი, მაწვილი თუ მოხუცებული, ცხვარძროხა თუ სახედარი. იმ ორ კაცს ქვეყნის დასაზვერად რომ იყვნენ წასულნი, უთხრა იესომ, მიდით მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ იქიდან ის ქალი და მისი ყველა შინაური, როგორც დაჰპირდით.
წავიდნენ მწტოვარი ბიჭები და გამოიყვანეს რახაბი, მამამისი და დედამისი, მისი ძმები, ყველა, ვინც კი ჰყავდა, გამოიყვანეს მთელი მისი სანათესაო და ისრაელის ბანაკს გარეთ დააყენეს. ცეცხლს მისცეს ქალაქი და ყველაფერი, რაც შიგ იყო. მხოლოდ ოქრო ვერცხლი და სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სახლის საგანძურისათვის გადადეს. მეძავი რახაბი, მამამისის სახლი და ყველა, ვინც კი მას ჰყავდა, ცოცხალი დატოვა იესომ. დარჩა ქალი ისრაელში დღევანდლამდე, რადგან დამალა მსტოვრები, რომლებიც იესომ გაგზავნა იერიხონის დასაზვერად. მაშინ დაიფიცა იესომ, წყეული მციყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხონს. თავის პირმშოზე დააფუძნებს მას და თავის უმცროსზე დადგამს მის კარიბჭეს. უფალი იყო იესოსთან და განითქვა მისი სახელი მთელს ქვეყანაში. თავი მეშვიდე. ხელყვეს ისრაელიანებმა დარისხებული. აიღო ყაქანმა, ძემ ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზარახისა, იუდაელმა, დარისხებულიდან წილი და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანებზე. გაგზავნა იესომ კაცები იერიხონიდან ჰაღაიში, ბეთავენთან რომ არის, ბეთელის აღმოსავლეთით და დააბარა, ადით და დაზვერეთ ქვეყანა. ავიდნენ კაცები და დაზვერეს ჰაღაი. ჩამობრუნდნენ იესოსთან და მოახსენეს, ნუ ავა მთელი ხალხი 2000-მდე ან 3000-მდე კაცი ავიდეს და სძლევენ ჰაღაის. ნუ გასარჯავ მთელს ერს, რადგან ცოტანი არიან ისინი. წავიდა ხალხიდან 3000-მდე კაცი, მაგრამ უკვე ექცნენ ჰაღაის ხალხს. დახოცეს მათგან ჰაღაიელებმა 36-მდე კაცი და დაედევნენ კარიბჭიდან შებარიმამდე და გაწყვიტეს ისინი ფერდობზე. შედრკა მათი გული, წყალივით გახდა. შემოიხია იესომ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა თავზე მტვერი დაიყარეს. თქვა იესომ, ეჰა, უფალო ღმერთო. რისთვის გამდგმავდა ეს ხალხი იორდანეზე, თუ ამორეველთა ხელში ჩააგდებდი და დაღუპავდი. ნეტავ, იორდანეს გაღმა დავრჩენილიყავით. ოჰ, უფალო! რაღა მეთქმის, როცა ისრაელმა ზურგი შეაქცია მტერს. გაიგებენ ამას ქანაანელები და ამ ქვეყნის ყველა მცხოვრები, გარს მოგვადგებიან და გააქრობენ ქვეყანაზე ჩვენს სახსენებელს. რას უზამ მაშინ შენს დიად სახელს? უთხრა უფალმა იესოს, ადექი, რატომ ხარ პირქვე დამხობილი? შესწოდა ისრაელმა და დაარღვია კიდეც ჩემთან დადებული აღთქმა, აიღეს კიდეც დარისხებული მოიპარეს, გადამალეს და თავის საქონელთან დადეს. ვერ გაუმკლავდებიან მტრებს ისრაელიანები და ზურგს შეაქცევენ მათ, რადგან დარისხებულნი არიან. აღარ ვიქნები თქვენთან, თუ არ მოსპობთ თქვენ შორის დარისხებულს. ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი, განიწმიდე თვალისათვის, რადგან ასე ამბობს თქო უფალი, ისრაელის ღმერთი დარისხებული ყავს შენ შორის ისრაელო. ვერ გაუმკლავდები მტერს, თუ არ მოიშორებ დარისხებულს. თითო შტო მოდექით ხვალდილით, რომელ შტოსაც დაიჭერს უფალი, თითო საგვარეულო მოდგეს მისგან, რომელ საგვარეულოსაც დაიჭერს უფალი, თითო სახლი მოდგეს მისგან, რომელს სახლსაც დაიჭერს უფალი, თითო კაცი მოდგეს მისგან. ვინც დაჭერილი იქნება დარისხებულის წაღებაში, ცეცხლს უნდა მიეცეს იგი მთელი თავისი საბადებელით ურთ, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და უწმიდურება ჩაიდინა ისრაელში. ადგა იესო დილა ადრიანად და გამოაყვანინა ისრაელიდან თითო შტო დაჭერილი იქნა იუდას შტო. მოაყვანინა იუდას შტო და დაჭერილი იქნა ზარახის საგვარეულო, მოაყვანინა ზარახის საგვარეულოდან თითო კაცი და დაჭერილი იქნა ზაბდი. მოაყვანინა თითო კაცი მისი სახლიდან და დაჭერილი იქნა ყაქანი, ძე ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძის ზარახისა, იუდას შტოდან. უთხრა იესომ ყაქანს, შვილო, პატივი მიაგე დღეს უფალს ისრაელის ღმერთს და აღსარება უთხარი, გამიცხადე, რა გააკეთე, ნუ დამიმალავ. მიუგო ყაქანმა იესოს და უთხრა, ნამდვილად შევწოდე უფალს ისრაელის ღმერთს. ასე და ასე გავაკეთეო. დავინახე ნადავლში ერთი მშვენიერი შინხარული წამოსასხამი, 100 შეკელი ვერცხლი და 50 შეკელიანი ოქროს ზოდი, დავხარბდი და ავიღე. აჰა, მიწაში მაქვს დაფრული კარვის შუაგულში, ვერცხლია მის ქვეშ. გაგზავნა იესომ კაცები და მათაც ისწრაფეს კარვისკენ. აჰა, ნახეს კარავში დაფრული. მის ქვეშ იყო ვერცხლი. წამოიღეს კარვიდან და მოუტანეს იესოს და მთელს ისრაელობას და დაყარეს უფლის წინ. გამოიყვანა იესომ ყაქან ზარახის ძე ვერცხლით, წამოსასხამითა და ოქროს ზოდით ურთ, გამოიყვანა მისი ვაჟები და ქალიშვილები, ხარები, სახედრები და ცხვრები, მისი კარავი, მთელი მისი საბადებელი და მთელი ისრაელის თანხლებით წაიყვანა ყაქორის ველზე. თქვა იესომ, რა კი უბედურებას შეგვყარე, დღესვე უბედურება დაგატეხოს უფალმა. და ქვით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელ. ცეცხლი წაუკიდეს ყველას და ზედ ქვები დაახვავეს.
აღმართეს ზეთქვების დიდი გროვა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. და 9 უფლის რისხვა. ამიტომ ეწოდება დღემდე ამ ადგილს ყაქორის ველი, რისხვის ველი. თავი მერვე. უთხრა უფალმა იესოს, ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკებით ან წაიყვანე მთელი მეომარი ხალხი, ადექი და დაეცი ჰაღაის, იცოდე, შენს ხელში ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, მისი ქალაქი და მისი ქვეყანა. ისე მოეკეცი ჰაღაის და მის მეფეს, როგორც იერიხონს და მის მეფეს მოეკეცი. ოღონდ ნადავლი და პირუტყვი წამოასხით თქვენთვის. ქალაქის უკან საფარი მოიწყვეთ. ადგა იესო და მთელი მეომარი ხალხი ჰაღაიზე გასალაშქრებლად ამოარჩია იესო 30,000 მაგარი ვაჟკაცი და გაგზავნა ღამით. ასე უბრძანა მათ, იცოდეთ, საფარში უნდა ისხდეთ ქალაქის უკან, შორს არ გასცდეთ ქალაქს და მზად იყავით. მე და დანარჩენი ხალხი, ვინც კი მახლავს, ქალაქს მივადგებით. როგორც კი მაშინდელივით გამოვლენ ჩვენს დასახვედრად, გავექცევით მათ. უკან გამოგყვებიან და ასე გამოვიტყუებთ ქალაქიდან, რადგან იფიქრებენ, მაშინდელივით გაგვირბიანო. და ჩვენც გავექცევით. თამაში წამოიშალეთ საფარიდან და აიღეთ ქალაქი. ხელში ჩაგაგდებინებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი. როცა ქალაქს დაიკავებთ, ცეცხლი წაუკიდეთ ქალაქს. უფლის სიტყვისამებრ მოიქეცით. იცოდეთ, მე გიბრძანებთ. გაგზავნა ისინი იესომ და წავიდნენ საფარში. ჩასხდნენ ბეთელსა და ჰაღაის შორის დასავლეთით. იესომ კი თავის ხალხთან გაათია ის ღამე. ადგა დილა ადრიანად იესო დაათვალიერა ხალხი და ისრაელის უხუცესებთან ერთად ჰაღაისკენ წაუძღვა ხალხს. მეომრები, ვინც მას ახლდნენ, ავიდნენ, მიუახლოვდნენ და გაუსწორდნენ ქალაქს და დაიბანაკეს ჰაღაის ჩრდილოეთით. ხევი იყო მათსა და ჰაღაის შორის. გამოარჩია 5,000-მდე კაცი და ჩაასაფრა ბეთელსა და ჰაღაის შორის, ქალაქის დასავლეთით. მოაწყო ხალხმა მთელი ბანაკი, ქალაქის ჩრდილოეთით რომ იყო და მისი ქუსლი ქალაქის დასავლეთით მოაქცია. გავიდა იმ ღამით იესო შუაგულ ველზე. როგორც კი ეს დაინახა ჰაღაის მეფემ, სასწრაფოდ აიმართნენ ქალაქის მამაკაცები და გავიდნენ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ის და მთელი მისი ხალხი, დათქმულ ადგილას, დავაკებაზე. არ იცოდა თუ მტერი იყო ჩასაფრებული ქალაქის უკან. თითქოს დამარცხდნენო, უდაბნოსკენ უკვე იქცა მათგან იესო და მთელი ისრაელი. კიჟინა დასცა ქალაქში მყოფმა ხალხმა და უკან დაედევნა მათ, დაედევნენ იესოს და მოსწყდნენ ქალაქს. კაციშვილი არ დარჩენილა ჰაღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ გაჰკიდებოდა უკან. ღია დატოვეს ქალაქი და დაედევნენ ისრაელს. უთხრა უფალმა იესოს, ჰაღაის მოუღერე შუბი ხელში რომ გიჭირავს, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას. მოუღერა შუბი ხელში რომ ეჭირა იესომ ქალაქს. საჩქაროდ წამოიშალნენ ადგილიდან ჩასაფრებულნი და გაეშურნენ მისი ხელის მოღერებაზე. შევიდნენ ქალაქში, აიღეს და დაუყოვნებლივ ცეცხლს მისცეს იგი. უკან მოიხედეს ჰაღაელებმა და დაინახეს, რომ კვამლი ასდიოდა ქალაქს. გასაქცევი ადგილი არ დარჩათ, არც აქეთ, არც იქეთ. უდაბნოში გაქცეული ხალხი უკან გამოენთო მდევრებს. დაინახა იესომ და მთელმა ისრაელმა, რომ აღებული აქვს ქალაქი ჩასაფრებულ ჯარს კვამლი ასდის ქალაქს, და მობრუნდნენ და დასცხეს ჰაღაელებს. ისინიც გამოვიდნენ ქალაქიდან მათ დასახვედრად და ისრაელს შორის მოექცნენ ჰაღაელები. დასცხეს მათ და არავინ გაუშვიათ ცოცხალი. ხოლო ჰაღაელთა მეფე ცოცხლად შეიპყრეს და იესოს მიჰგვარეს. როცა მოათავა ისრაელმა ჰაღაის მცხოვრებთა ხოცვა ჟლეტა ველზე უდაბნოში, სადამდეც მორეკეს ისინი და ყველანი უკლებლივ დაეცნენ მახვილისგან, მაშინ გაბრუნდა მთელი ისრაელი ჰაღაიში და მახვილით ამოწყვიტა დანარჩენი ხალხი. ამოწყდა იმ დღეს ჰაღაის მცხოვრებთაგან სულ 12,000 სული კაცი და ქალი. იესოს არ ჩამოუღია ხელი, რომლითაც შუბი ჰქონდა მოღერებული, ვიდრე არ ამოწყვიტა მთელი ჰაღაი. მხოლოდ პირუტყვი და ნადავლი დაიტაცა ამ ქალაქიდან ისრაელმა, თანახმად უფლის სიტყვისა, რომელიც ნაბრძანები ჰქონდა იესოსთვის. გადაწვა იესომ ჰაღაი და სამარადისო ნანგრევებად უკაცრიელ ადგილად აქცია დღევანდლამდე. ხოლო ჰაღაის მეფე ხეზე ჩამოკიდა საღამომდე. მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ხიდან ჩამოხსნეს გვამი და ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს და ზეთქვების დიდი ყორე აღმართეს, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. მაშინ აუგო იესომ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე, როგორც ჰქონდა ნაბრძანები ღვთის მორჩილს, მოსეს, ისრაელიანთათვის, როგორც ეწერა მოსეს რჯულის წიგნში, სამსხვერპლო მთლიანი ლოდებისგან, რომლებისთვისაც რკინა არ მოუქნევიათ. აღუვლინეს მასზე უფალს აღსავლენი და შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი. იქ გადაწერა იესომ ქვებზე მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მოსეს ისრაელიანთა წინაშე.
მთელი ისრაელი, მისი უხუცესობა, გამრიგენი და მისი მსაჯულები აქეთ-იქით ედგნენ კიდობანს ლევიანი მღვდლების უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთა საპირისპიროდ, როგორც მდგმურნი, ისე მკვიდრნი, ერთი ნახევარი გარიზიმის მთის მიმართულებით, მეორე ნახევარი ღებალის მთის მიმართულებით, როგორც ადრევე ჰქონდა ნაბრძანები მოსეს, უფლის მორჩილს, რათა კურთხეული ყოფილიყო ისრაელის ერი. ამის მერე წაიკითხა რჯულის სიტყვები, კურთხევა და შეჩვენება, როგორც ეწერა რჯულის წიგნში. არაფერი დარჩენილა მოსეს ნაბრძანებიდან, რომ არ წაეკითხოს იესოს ისრაელის მთელი კრებულის წინაშე, ქალებისთვის, ბავშვებისთვის და მდგმურებისთვის, მათთან რომ იყვნენ მოსულნი საცხოვრებლად. თავი მეცხრე. ეს რომ გაიგეს მეფეებმა, რომლებიც იორდანეს გაღმა იყვნენ, თაში და ბარში, დიდი ზღვის მთელს სანაპიროზე, ლიბანის პირდაპირ ხეთელებმა, ამორეველებმა, ქანაანელებმა, ფერიზელებმა, ხივიელებმა და იებუსელებმა ერთად შეიყარნენ, რომ ერთ პირზე მდგარნი შებრძოლებოდნენ იესოს და ისრაელს. გაიგეს გაბაონელებმაც, რაც უყო იესომ იერიხონს და ჰაღაის და მათაც იხმარეს ხერხი, ადგნენ და მოიმარაგეს საგზალი, აღკიდეს სახედრებს ძველი ტომრები და ღვინის ძველი, დახეული და დაკერებული ტიკები. ფეხსაცმელიც ძველი და დაკერებული ეცვათ ფეხზე და სამოსელიც ძველი ემოსათ, პურიც, მათი საგზალი, გამხმარი და დაობებული იყო. მივიდნენ იესოსთან გილგალის ბანაკში და მოახსენეს მას და მთელს ისრაელობას, შორი ქვეყნიდან მოვედით და ახლა გვინდა, რომ აღთქმა დაგვიდოთ. უთხრა ისრაელმა ხივიელს, იქნებ ჩემს ახლოს ცხოვრობ. როგორ დაგიდო აღთქმა? უთხრეს იესოს, შენი მორჩილები ვართ. მიუგო მათ იესომ, ვინა ხართ და საიდან მოხვედით? მიუგეს, ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით შენი მორჩილნი, უფლის შენი ღმერთის სახელით, რადგან გვსმენია მისი დიდების ამბავი და ყველაფერი, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა, ყველაფერი, რაც უყო ორ ამორეվել მეფეს, იორდანეს გაღმა რომ არიან, სიხონს, ხეშბონის მეფეს და ყოგს, ბაშანის მეფეს, აშთაროთელს. გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის მკვიდრებმა, აიღეთ საგზალი, წადით და შეხვდით მათ, უთხარით, თქვენი მორჩილნი ვართ და ახლა გვინდა, რომ აღთქმა დაგვიდოთ თქო. ჯერ კიდევ თბილი იყო ეს ჩვენი პური, როცა სახლიდან საგზლად წამოვიღეთ და თქვენსკენ წამოვედით. ახლა ხომ ხედავთ, გამხმარია და დაობებული. ეს ღვინის ტიკებიც, ახლები რომ ავავსეთ, დახეულია ეს ტანისამოსიც და ფეხსაცმელიც გაგვეცვითა შორგზაზე. გამოართვეს ისრაელიანებმა საგზალი, ისე რომ არც დაკითხვიან უფლის ბაგეს. ზავი შეკრა მათთან იესომ და აღთქმა დაუდო, რომ ცოცხლებს დატოვებდა მათ. ფიცით შეფიცეს საზოგადოების თავკაცებმაც. 3 დღე რომ გავიდა აღთქმის დადებიდან, შეიტყვეს, რომ მათი მეზობლები ყოფილან და მათ ახლოს სახლებულან. დაიძრნენ ისრაელიანები და მესამე დღეს მიადგნენ მათ ქალაქებს. მათი ქალაქები იყო გაბაონი, ქეფირა, ბეეროთი და კირიათი ეყარიმი. არ გაჟლიტეს ისინი ისრაელიანებმა, რადგან უფალი ისრაელის ღმერთი ჰყავდათ მათთვის დაფიცებული საზოგადოების თავკაცებს. აუმხედრდა თავკაცებს მთელი საზოგადოება. უთხრეს თავკაცებმა მთელს საზოგადოებას, უფალი ისრაელის ღმერთი, დავუფიცეთ მათ. ახლა მათი ხელისხლებაც არ შეგვიძლია. ასე მოვექცეთ მათ, ცოცხლები დავტოვოთ, რათა არ დაგვატყდეს რისხვა იმ ფიცის გამო, რითაც შევფიცეთ. უთხრეს მათ თავკაცებმა, იცოცხლონ. ხის მჭრელებად და წყლის მზიდავებად დაუდგნენ ისინი მთელს საზოგადოებას, როგორც გადაუწყვიტეს მათ თავკაცებაა. დაიბარა ისინი იესომ და ასე ელაპარაკა მათ, რატომ მოგვატყვეთ, ძალიან შორსა ვართო თქვენგან, ჩვენი მეზობლები კი ყოფილხართ. დაწყევლილი იყავით ამიერიდან. ნუნც მოშლოდეს თქვენგან ჩემი ღვთის სახლს შეშის მჭრელი და წყლის მზიდავი. მიუგეს იესოს და უთხრეს, გაგებული ჰქონდათ თქვენს მორჩილთ, რაც გამოუცხადა შენმა ღმერთმა მოსეს, თავის მორჩილს, რიამ თქვენ მოგცემდათ მთელს ამ ქვეყანას და გადააშენებდა ამ ქვეყნის ყველა მკვიდრს თქვენს წინაშე. დიდად შეგვეშინდა თქვენი და ამიტომაც მოვიქეცით ასე. აჰა, შენს ხელთა ვართ ახლა. როგორც გიჯობდეს და სამართლიანად მიგაჩნდეს, ისე მოგვექეცი. ასე მოექცა იესო, დაიფარა ისინი ისრაელიანთაგან და ვერ დახოცეს. დაუყენა ისინი იესომ იმ დღეს შეშის მჭრელებად და წყლის მზიდავებად საზოგადოებას და უფლის სამსხვერპლოს უფლის მიერ არჩეულ ადგილას, დღევანდლამდე. თავი მეათე. როცა გაიგო ადონიცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, რომ აიღო იესომ ჰაღაი და გაანადგურა იგი, რომ ისევე მოექცა ჰაღაის და მის მეფეს, როგორც მოექცა იერიხონს და მის მეფეს, რომ დაეზავა გაბაონის მოსახლეობა ისრაელს და მათ შორის დარჩნენ ისინი. მეტისმეტად შეეშინდა, რადგან დიდი ქალაქი იყო გაბაონი სამეფო ქალაქივით, აღემატებოდა ჰაღაის და მისი მკვიდრნიც უფრო მამაცები იყვნენ.
შეუთვალა ადონიცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, ჰოჰამს, ხებრონის მეფეს, ფირამს, იარმუთის მეფეს, იაფიახს, ლაქიშის მეფეს და დებირს, ეგლონის მეფეს, შემომიერთდით და დამეხმარეთ, რომ დავსაჯოთ გაბაონი, რადგან დაეზავა იესოს და ისრაელიანებს. შეიყარნენ და აიძრა ხეთი ამორეველი მეფე, იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშას მეფე და ეგლონის მეფე თავიანთი ლაშქრით და შემოადგენენ გაბაონს და დაუწყეს ბრძოლა. შეუთვალეს გაბანოელებმა იესოს გილგალის ბანაკში, ნუ აიღებ ხელს შენს მორჩილებაზე გამოეშურე ჩვენსკენ, გვიხსენი და მოგვეშველე, რადგან ჩვენს წინააღმდეგ შეიყარნენ ამორეველი მეფეები, მთაში მცხოვრებნი. გავიდა იესო გილგალიდან მთელი ლაშქრითა და მაგარი ვაჟკაცებით ურთ. უთხრა უფალმა იესოს, ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული. ვერც ერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ. მოულოდნელად მიადგა მათ იესო, გილგალიდან მთელი ღამის ნავალი. ზარი დასცა მათ უფალმა ისრაელის წინაშე და დიდი მარცხი მიაყენა მათ იესონ გაბაონში. დაედევნა ბეთ-ხორონის შეღმართზე და მუსრავდა მათ ყაზიკამდე და მაკედამდე. ისრაელიანთაგან დევნილებს დიდხანს უშენდა ქვებს ციდან უფალი ბეთ-ხორონის ფერდობზე ხაზიკამდე და იხოცებოდნენ. ქვების სეტყვამ უფრო მეტი ხალხი გაწყვიტა, ვიდრე ისრაელიანთა מחვილმა. მაშინ ელაპარაკა იესო უფალს იმ დღეს, როცა დაამარცხებინა უფალმა ისრაელიანებს ამორეველები და თქვა ისრაელის გასაგონად, მზეო, დადეგ გაბაონის თავზე და მთვარე აიალონის ველზე. დადგა მზე და არ დაძრულა მთვარე, ვიდრე თავის მტრებს არ გაუსწორდა ხალხი, განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში. იდგა მზე შუაგულცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას. არც მანამდე და არც მერე არ ყოფილა ასეთი დღე, რომ ამნაირად შეესმინოს კაცის ხმა უფალს, რადგან ისრაელისთვის იბრძოდა უფალი. დაბრუნდა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი გილგალის ბანაკში. გაიქცა ის 5 მეფე და მაკედას გამოქვაბულებში დაიმალნენ. მოუტანეს ამბავი იესოს, ნაპოვნია 5 მეფე მაკედას გამოქვაბულში იმალებიანო. თქვა იესომ, მიეგორეთ დიდრონი ლოდები გამოქვაბულის ხვრელთან და კაცები დააყენეთ მათ საყარაულოდ. თქვენ კი ნუ დადგებით, დაედევნეთ მტრებს და კუდი მოსწყვიტეთ, არ დაანებოთ თავიანთ ქალაქებში შესვლა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ ისინი უფალმა. როცა მორჩნენ იესო და ისრაელიანები მათ ხოცვა-ჟლეტას და საბოლოოდ სძლიეს მათ, ხოლო გადარჩენილებმა ციხე ქალაქებს შეაფარეს თავი, შვიდობით დაბრუნდა მთელი ხალხი იესოსთან მაკედას ბანაკში, კაციშვილს ენა არ დაუძრავს ისრაელიანთა წინააღმდეგ. თქვა იესომ, გახსენით გამოქვაბულის ხვრელი და გამომიყვანეთ ის 5 მეფე გამოქვაბულიდან. ასე ქნეს. გამოუყვანეს ის 5 მეფე გამოქვაბულიდან, იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშის მეფე და ეგლონის მეფე. როცა გამოუყვანეს ეს 5 მეფე იესოს, მოუხმო იესო მთელს ისრაელობას და უთხრა მებრძოლთა მეთაურებს, თან რომ ახლდნენ, ახლოს მოდექით და ქედზე დაადგით ფეხი ამ მეფეებს. ახლოს მოდგნენ და ქედზე დაადგეს ფეხი. უთხრა მათ იესომ, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შედრკებით, დგამაგრდით და მტკიცედ იდექით, რადგან ასე მოექცევა უფალი ყველა თქვენს მტერს, ვისაც კი ბრძოლას გაუმართავთ. მერე დახოცა ისინი იესომ და 5 ხეზე ჩამოკიდა. ასე ეკიდნენ ხეებზე საღამომდე. მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ჩამოხსნეს ისინი ხეებიდან და იმ გამოქვაბულში დაყარეს, სადაც იმალებოდნენ, გამოქვაბულის ხვრელი კი დიდრონი ქვებით ამოყორეს და ასეა დღემდე. იმავე დღეს აიღო იესომ მაკედა, მახვილით მოსრა იგი და მისი მეფე, მუსრი გაავლა მათ და ყველა სულიერს, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მაკედას მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა. გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი მაკედიდან ლიბნასაკენ და ბრძოლა გაუმართა ლიბნას. ჩაუგდო ხელში უფალმა ისრაელს ლიბნაც და მისი მეფეც. მოსრა მახვილით ის და ყველა სულიერი, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მის მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა. გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ლიბნიდან ლაქიშისკენ, ალყა შემოარტყა მას და ბრძოლა გაუმართა. ხელში ჩაუგდო უფალმა ისრაელს ლაქიში და მან მეორე დღესვე აიღო ლაქიში მახვილით მოსრა იგი და ყველა სულიერი, რაც კი იქ იყო. ისევე მოექცა, როგორც ლიბნას. მაშინ აიძრა ჰორამი, გეზერის მეფე, ლაქიშის საშველად, მაგრამ მუსრი გაავლეს მათ იესომ და მისმა ხალხმა. არვინ დაუტოვებიათ ცოცხალი. გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ლაქიშიდან ეგლონისაკენ, შემოადგა მას და ბრძოლა გაემართა. აიღო ეგლონი იმავე დღეს და მახვილით მოსრა იგი. ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო, ამავე დღეს ამოწყვიტა. ისევე მოექცა, როგორც ლაქიშს. აიძრა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ეგონიდან ხებრონისაკენ და ბრძოლა გაუმართა.
აიღო ხებრონი და მოსრა იგი מחულით მისი მეფითურთ, ყველა მისი ქალაქი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არ ვინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა, როგორც კეგლონს. გაანადგურა იგი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. დაბრუნდა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი დაბირში და ბრძოლა გაუმართა მას. ხელში ჩაიგდო იგი, მისი მეფე და მისი ყველა ქალაქი, מחულით მოსრა და ამოწყვიტა ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არაფერი დაუტოვებია ცოცხალი, როგორც მოექცა ხებრონს, მოექცა დაბირს და მის მეფეს, ასევე მოექცა ლიბნას და მის მეფეს. מחულით მოსრა იესომ მთიანეთის სამხრეთი მხარე, შეფელა და მთის ძირები და ყველა მათი მეფე. არავინ დაუტოვებია ცოცხალი, ყველა სულდგმული მოსპო, როგორც ბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა. მუსრი გაავლო მათ იესომ კადეშ ბარნიადან ღაზამდე, მთელს გოშენის მხარეს გაბაონამდე. ყველა ეს მეფე და მათი ქვეყნები ერთ ჯერზე ჩაიგდო ხელში იესომ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი იბრძოდა მისთვის. დაბრუნდა იესო მთელს ისრაელთან ერთად ბანაკში, გილგალს. მესამე ნაწილი. კამპანიის დასასრული და ჩრდილოეთის ომები. თავები მე-11-დან მე-15-მდე. მესამე ნაწილში ომის გეოგრაფია ჩრდილოეთისკენ ფართოვდება. ისრაელი მეფეთა ძლიერ ალიანსს უპირისპირდება, რომელსაც ხაცორის მეფე იაბინი ხელმძღვანელობს, რომელსაც კავალერია და ეტლები აქვს. მტრის ტექნოლოგიური უპირატესობის მიუხედავად, იესო ნავესზე მერომის წყლებთან გადამწყვეტ გამარჯვებას აღწევს. მე-12, მე-13 თავები 31 დამარცხებული მეფის სიით მთავრდება. თუმცა ტექსტი მნიშვნელოვან ნიუანსს შემოაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მტრის ძირითადი ძალები დამარცხდა, მიწის დიდი ნაწილი რჩება. იწყება ტერიტორიული განაწილების პროცესი. მთავარი დეტალია კალების ისტორია თავი მე-14, რომელიც 85 წლის ასაკში ინარჩუნებს ახალგაზრდობის რწმენას და მემკვიდრეობად გიგანტების ქალაქ ჰებრონს ითხოვს. პირადი გამბედაობისა და დაპირებებისადმი ერთგულების ეს მაგალითი მთელი ერისთვის მოდელს წარმოადგენს, როდესაც ისინი მომავალი მიწის აღდგენის წინაშე დგანან. თავი მე-11. როცა გაიგო ეს ამბები იაბონმა, ხაცორის მეფემ, შეუთვალა იობაბს, მადონის მეფეს, შიმრონის მეფეს, აქშაფის მეფეს და მეფეებს, რომლებიც იყვნენ ჩრდილოეთით მთაზე და ველზე ქინორეთის სამხრეთით, შეფელაში და ნაფთოთ დორში დასავლეთით, აღმოსავლეთის და დასავლეთის ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, თისიებუსელებს და ხერმონის წირახეთელებს მიცფას ქვეყანაში. ისინი მოვიდნენ მთელი თავიანთი ლაშქრით, ზღვის ქვიშასავით უთვალავი ხალხით, უამრავი ცხენებითა და ეტლებით. შეიყარა ყველა ეს მეფე, წავიდნენ და ერთად დაიბანაკეს მერიმის წყლებთან, რომ ისრაელიანებს შებრძოლებოდნენ. უთხრა უფალმა იესოს, ნუ შეგეშინდება მათი, რადგან ხვალ ამ დროსთვის ყველას შემუსრავ ისრაელის წინაშე. მათ ცხენებს ზარღვები გადაუსერე და ცეცხლს მიეცი მათი ეტლები. მოულოდნელად მიადგა მათ იესო მეომრებით მერომის წყლებთან და დაესხა თავს. ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელიანებს. შეუტიეს და სდიეს დიდ ციდონამდე, მისრეფოთმა იმამდე და მიცფას ველამდე, აღმოსავლეთისკენ. მუსრი გაავლეს, ისე რომ ცოცხალი არ ვინ დაუტოვებიათ. ისე მოექცა მათ იესო, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს. მათ ცხენებს ზარღვები გადაუსერა და ცეცხლს მისცა ეტლები. მაშინვე გამობრუნდა იესო და აიღო ხაცორი და מחულით განგმირა მისი მეფე, რადგან წინათ ხაცორი ყველა ამ სამეფოს თავი იყო. מחულით მოსრეს ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არც ერთი სულდგმული არ დაუტოვებიათ. ხაცორს კი ცეცხლი წაუკიდეს. ამ მეფეთა ყველა ქალაქი და ყველა მეფე ჩაიგდო ხელში იესომ და מחულით მოსრა. გაანადგურა ისინი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფლის მორჩილს, მოსეს. ოღონდ თავ-თავის ბორცვებზე გაშენებული ყველა ქალაქი როდი გადაუწვავთ ისრაელიანებს, ერთადერთი ნაცორი გადაწვა იესომ. ამ ქალაქის ნადავლი და პირუტყვი წამოასხეს თავისთვის ისრაელიანებმა, მთელი ხალხი კი მოსრეს מחულით, ისე რომ მთლიანად ამოწყვიტეს, ერთი სულიც არ დაუტოვებიათ. როგორც უფალმა უბრძანა მოსეს, თავის მორჩილს, ისევე უბრძანა მოსემ იესოს და ისევე მოიქცა იესო, ერთი სიტყვითაც არ გადაუხვევია იმისაგან, რაც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. დაიპყრო იესომ მთელი ეს ქვეყანა, მთა და მთელი ნეგები, გოშენის მთელი მხარე, შეფელა და ყარაბა, ისრაელის მთა და მისი ბარი. ხალაკის მთიდან მოკიდებული სეკერს აღმა ბაყალგადამდე ლიბნის დაბლობზე, ხერმონის ძირას, ყველა მეფე შეიპყრო და დახოცა. დიდხანს ებრძოდა იესო ამ მეფეებს. არ ყოფილა ქალაქი, რომელიც დაზავებოდეს ისრაელს, ხივილთა, გაბაონის მცხოვრებთა გარდა. ყველა ბრძოლით დაიპყრეს.
რადგან უფლისგან იყო გული რომ გაისასტიკეს ისრაელთან საბრძოლველად რომ ამოეწყვიტათ ისრაელიანებს ისინი და არ ყოფილიყო მათთვის შეწყალება რომ ამოეწყვიტათ, როგორც მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები უფალს. იმხანადვე გაემართა იესო და ამოწყვიტა ყანაკები მთაში, ქალაქებიანად მოსპო ისინი იესომ. გადაშენდნენ ყანაკები ისრაელიანთა ქვეყნიდან. მხოლოდ ღაზაში, გათში და აშდოდში დარჩნენ. დაიპყრო იესომ მთელი ქვეყანა, როგორც ეუბნებოდა უფალი მოსეს, და მისცა იგი იესომ ისრაელს სამკვიდროდ შტოებისთვის დასანაწილებლად. დაისვენა ბრძოლისგან ქვეყანამ. თავი მე-12. აი მეფეები, რომლებიც დაამარცხა იესომ და რომელთა ქვეყნებიც დაიკავეს მათ იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე და მთელი დაბლობი აღმოსავლეთით, სიხონ ამორეველთა მეფე, ხეშბონში მჯდარი, რომელსაც ეჭირა მხარე ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე და ხევის შუაწელი, გალაადის ნახევარი იაბოკის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე, დაბლობი ქინეროთის ზღვამდე აღმოსავლეთით და ყარაბას ზღვამდე, ანუ მარილოვან ზღვამდე აღმოსავლეთით. ბეთ-იეშიმოთის გზის გაყოლებაზე სამხრეთით ფირგას კალთებამდე ხოგის ქვეყანა, ბაშანის მეფისა, უკანასკნელი რეფაიმის, რომელიც ცხოვრობდა აშთაროთსა და ედრეიში და ეჭირა ხერმონის მთა, სალქა და მთელი ბაშანი გეშურელთა და მაყაკათელთა საზღვრამდე და ნახევარი გალაადი სიხონ ხეშბონის მეფის საზღვრამდე. მოსემ უფლის მორჩილმა და ისრაელიანებმა დახოცეს ისინი და მისცა ეს ქვეყანა მოსემ უფლის მორჩილმა, სამკვიდროდ რეუბენს, გადსა და მენაშეს შტოს ნახევარს. აი იმ ქვეყნის მეფეები, რომლებიც დაამარცხეს იესომ და ისრაელიანებმა იორდანეს გაღმა დასავლეთით ლიბანის დაბლობზე, ბაყალგადიდან ხალაკის მთამდე, სეკირის აღმა ეს მისცა იესომ ისრაელის შტოებს სამკვიდროდ ერთმანეთში დასანაწილებლად, მთაში და ბარში, ველზე, მთის კალთებზე, უდაბნოში და ნეგებში ხეთელთა, ამორეველთა, ქანაანელთა, ფერიზელთა, ხივიელთა და იებუსელთა ქვეყნებისა. იერიხონის მეფე ერთი მეფე ჰაყაისა ბეთილის გვერდით რომ არის ერთი იერუსალიმის მეფე ერთი ხებრონის მეფე ერთი იარმუთის მეფე ერთი ლაქიშის მეფე ერთი ყეგლონის მეფე ერთი გეზერის მეფე ერთი დაბირის მეფე ერთი გედერის მეფე ერთი ხორმას მეფე ერთი ღერადის მეფე ერთი ლიბნას მეფე ერთი ყადულამის მეფე ერთი მაკედას მეფე ერთი ბეთელის მეფე ერთი თაფუახის მეფე ერთი ნეფერის მეფე ერთი აფეკის მეფე ერთი ლაშარონის მეფე ერთი მადონის მეფე ერთი ხაცორის მეფე ერთი შიმრონ მერონის მეფე ერთი აქშაპის მეფე ერთი თაყანაკის მეფე ერთი მეგიდოს მეფე ერთი კედეშის მეფე ერთი იოკნეყამის მეფე ქარმელში ერთი დორის მეფე ნაფათ დორში ერთი გოიმის მეფე გილგალში ერთი თირცას მეფე ერთი სულ 31 მეფე. თავი მე-13. დაბერდა იესო, ხანში შევიდა. უთხრა მას უფალმა, დაბერდი შენ, ხანში შეხვედი, მიწა კი კიდევ ბევრი დარჩა დასამკვიდრებელი. აი დარჩენილი მიწები, ფილისტიმელთა და გეშურელთა მხარეები, შიხორიდან ეგვიპტის პირდაპირ რომ არის, ეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, რაც ქანაანს ეკუთვნის ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო, ღაზელთა, აშდოდელთა, ასკალონელთა, გათელთა, ეკრონელთა და ყავიელთა. სამხრეთით ქანაანელთა მთელი მხარე სიდონის მეგარიდან აფეკამდე, ამორეველთა საზღვრამდე. გიბლელთა ქვეყანა და მთელი ლიბანი მზის აღმოსავლეთით ბაყალგადიდან, ხერმონის მთის ძირები ხაბათამდე. მთის ყველა მცხოვრებს ლიბანიდან მისრეფოთ მაიმამდე ყველა ციდონელს აუყრი ისრაელიანთაგან, ოღონდ შენ გაუნაწილე ისრაელს სამკვიდრებად, როგორც მე გიბრძანე. ახლა გაუყავი ეს ქვეყნები სამკვიდროებად 9 შტოს და მენაშეს შტოს ნახევარს. მასთან რეუბენმა და გადმა მიიღეს თავთავისი სამკვიდრო, რომელიც მისცა მათ მოსემ იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით როგორც მისცა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა. ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე, ქალაქი ხევის შუაწელზე, მეტბას მთელი ვაკე დიბონამდე, ყველა ქალაქი სიხონ ამორეველთა მეფისა, რომელიც მეფობდა დეშბონში, ყამონელთა საზღვრამდე, გალაადი და გეშურელთა და მაყაკათელთა მხარეები, მთელი ხერმონის მთა, მთელი ბაშანის ალქამდე, ხოგის მთელი სამეფო ბაშანში, რომელიც მეფობდა ყაშთაროთსა და ედრეიში. ის უკანასკნელი იყო რეფაიმთაგან, რომლებიც დაამარცხა მოსემ და აჰყარა. მაგრამ გეშურელები და მაყაკათელები არ აუყრიათ ისრაელიანებს და დღემდე ისრაელიანთა შორის ცხოვრობენ გეშური და მაყაკათი. მხოლოდ ლევის შტოსთვის არ მიუცია წილი უფლისადმი, ისრაელის ღვთისადმი, შეწირული მსხვერპლია მისი წილი, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის. დაურიგა მოსემ რეუბენიანთა შტოს მათი საგვარეელოების დამიხედვით. ერგოთ ადგილები ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე, ქალაქი ხევის შუაწელზე, მეტბას მთელი ვაკე. ხეშბონი და ვაკის ყველა ქალაქი დიბონი, ბამოთ ბაყალი და ბეთ ბაყალმეყონი, იაჰცა, კედემოთი და მეფახათი კირიათაიმი, სიბმა და ცერეთ ჰაშა ჰარიყემეკის მთაზე. ბეთ ფეყორი, ფისგას კალთები, ბეთ-იეშიმოთი, ვაკის ყველა ქალაქი, მთელი სამეფო სიხონ ამორეველთა მეფისა, რომელიც მეფობდა ხეშბონში და რომელიც მოკლა მოსემ, ისევე როგორც მიდიანის თავკაცებიევი, რეკები, ცური, ხური და რებაყი, სიხონის მთავრები, ქვეყნის მკვიდრნი.
ასევე ბალაამ ბეყორის ძეც, ჯადოქარი, მოკლეს მახვილით ისრაელიანებმა და მიათვალეს თავიანთ მიერ დახოცილებს. რეუბენიანთა საზღვარი იორდანეზე გადიოდა. ეს არის რეუბენიანთა სამკვიდრო საზღვარი მათ საგვარეულოთა მიხედვით, ქალაქები თავისი დაბებით ურთ. მისცა მოსემ გადის ტომს გადიანებს მათ საგვარეულოთა მიხედვით. მისი იყო იახზერი, გალაადის ყველა ქალაქი და ყამონელთა ქვეყნის ნახევარი ყაროყერიდან მოკიდებული რაბას ზემოთ, ხეშბონიდან რამათ მიცფამდე და ბეტონიმამდე, მახანაიმიდან დაბირის საზღვრამდე ველზე ბეთ-ხარამი, ბეთ-ნიმრა, სუქოთი და ცაფონი სიხონის, ხეშბონის მეფის სამეფოს დარჩენილი ნაწილი. მისი საზღვარი იორდანეზე გადიოდა ქინეთის ზღვის კიდემდე იორდანეს გაღმა აღმოსავლეთით. ეს არის გადიანების სამკვიდრო მათ საგვარეულოთა მიხედვით ქალაქები თავისი დაბებით ურთ. მისცა მოსემ მენაშეს შტოს ნახევარს და მენაშეანთა ტომის ნახევრისა იყო მათ საგვარეულოთა მიხედვით. მათი სამფლობელო იყო მთელი ბაშანი მახანაიმიდან მოკიდებული ხოგის, ბაშანის მეფის, მთელი სამეფო იაირის ყველა სოფელი ბაშანში, 60 ქალაქი. გალაადის ნახევარი, აშთაროთი და ედრეი, ხოგისეული სამეფოს ქალაქები ბაშანში მიეცა მენაშეს ძის, მაქირის შთამომავლებს, მაქირიანთა ნახევარს საგვარეულოთა მიხედვით. ეს არის რაც დაანაწილა სამკვიდროებად მოსემ მოაბის ველებზე იორდანის გაღმა, იერიხონის გასწვრივ აღმოსავლეთით. ლევის ტომს არ მისცა სამკვიდრო მოსემ, თავად უფალი ისრაელის ღმერთია მათი სამკვიდრო როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის. თავი მე-14. ეს არის რაც დაიმკვიდრეს ისრაელიანებმა ქანაანის ქვეყანაში, რაც გაუნაწილეს მათ სამკვიდროებად ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავესწემ და ისრაელიანთა შტოების მამამთავრებმა. წლის სპრით ერგოთ საზღვრები, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსეს პირით, 9 შტოს და ნახევარ შტოს. რადგან 2 შტოსა და ნახევარ შტოს იორდანეს გაღმა მისცა მოსემ სამკვიდრო, ხოლო ლევიანთათვის არ მიუცია სამკვიდრო ამათ შორის. ეს იმიტომ, რომ იოსების სახლიდან 2 შტო იყო გამოსული, მენაშე და ეფრემი. არ მიუციათ ლევიანებისთვის წილი მიწაზე, არამედ მხოლოდ ქალაქები მისცეს საცხოვრებლად და მათი შემოგარენი საქონლისა და სხვა სარჩო საბადებლისთვის. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ისე მოიქცნენ ისრაელიანები, დაინაწილეს ქვეყანა. მივიდნენ იუდაელები იესოსთან გილგალში და უთხრა მას ქალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა, შენ იცი, რაც უთხრა უფალმა მოსეს ჩემზე და შენზე კადეშ ბარნეაში. 40 წლის ვიყავი, როცა გამგზავნა მოსემ, უფლის მორჩილმა, კადეშ ბარნეაიდან ქვეყნის დასაზვერად. მეც უზაკველად მიუტანე ამბავი. ჩემმა ძმებმა, ჩემთან რომ იყვნენ წამოსულნი, გული გაუტეხეს ხალხს, მე კი ბოლომდე ვუერთგულე უფალს, ჩემს ღმერთს. ასე დაიფიცა იმ დღეს მოსემ, შენი და შენი შვილების სამკვიდრო იყოს ის მიწა, სადაც შენ ფეხი დაგიდგამს, რადგან ბოლომდე ვუერთგულე უფალს, ჩემს ღმერთს. აჰა, მაცოცხლა უფალმა, როგორც დაპირებული იყო. 45 წელი გავიდა უკვე მას მერე, რაც ეს სიტყვები უთხრა უფალმა მოსეს, როცა უდაბნოში დადიოდა ისრაელი. ახლა კი, აჰა, 85 წლის ვარ. ჯერაც ისეთივე მაგარი ვარ, როგორც მაშინ მოსე რომ მაგზავნიდა. რა ძალაც მაშინ მქონდა, ახაც ის ძალა მაქვს საბრძოლველად და მისასვლელ-მოსასვლელად. ახლა მომეცი ის მთა, რომელზეც უფალი ლაპარაკობდა იმ დღეს, რადგან შენ გაგებული გქონდა იმ დღეს, რომ ყანაკები იყვნენ იქ და დიდი ციხე ქალაქები ეჭირათ. იქნებ უფალი შემეწიოს და აუყარო ისინი, როგორც ნათქვამი აქვს უფალს. აკურთხა ქალებ იეფუნეს ძე იესომ და მისცა მას სამკვიდროდ ხებრონი. ამიტომ არის ქალებ იეფუნეს ძის, კენიზელის სამკვიდრო ხებრონი დღევანდლამდე, რადგან ბოლომდე უერთგულა მან უფალს, ისრაელის ღმერთს. უწინ ხებრონს კირიათ არბაყი ერქვა, დიდი კაცი იყო იგი ყანაკებში. დაისვენა ქვეყანამ ბრძოლებისგან. თავი მე-15. წილად ხვდა იუდაელთა შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით, ედომის საზღვართან ცინის უდაბნოს სამხრეთით, თემანის ბოლოში. სამხრეთის საზღვრად ჰქონდათ მარილოვანი ზღვის კიდიდან, კერიდან სამხრეთის მიმართულებით. გადის სამხრეთით ყაკრაბიმის ზეგანისკენ, გაივლის ცინს, სამხრეთის მხრიდან ადის კადეშ ბარნეასკენ, გაივლის ხეცრონს, ადის ადარასკენ და უხოს კარკაყასთან, გაივლის კაცმონს და გადის ეგვიპტის ხევზე, ზღვამდე აღწევს საზღვარი. ეს ჰქონდეთ სამხრეთის საზღვრამდე. აღმოსავლეთის საზღვარი მარილოვანი ზღვა, იორდანის შესართავამდე, ჩრდილოეთის საზღვარი ზღვის ყურიდან, იორდანის შესართავიდან. ადის საზღვარი ბეთ-ხოგლასკენ, გაივლის ჩრდილოეთის მხრიდან ბეთ-ყარაბას, ადის საზღვარი რეუბენის ძის, ბოჰანის ქვასთან. ადის საზღვარი დაბირისკენ, ყაქორის ველიდან ჩრდილოეთით უხოს გილგალისკენ, ადუმიმის მაღლობის გასწვრივ რომ არის, ხევის სამხრეთით გაივლის საზღვარი ყენ-შემეშის წყლებთან და მთავრდება ყენ-როგელთან.
ადის საზღვარი ჰინომიანთა ველზე იებუსის ან იერუსალიმის სამხრეთით, ადის საზღვარი მთის თხემზე, ჰიმონის ველის ზემოთ რომ არის დასავლეთი, რეფაიმთა ველის კიდეზე ჩრდილოეთით. მთის თხემიდან უხოს ნეფთუახის წყაროსთან, მიდის ყეფრონის მთების ქალაქებისკენ და უხოს საზღვარი ბაყალასკენ, ანუ კირიათ იეყარიმისკენ. უხოს საზღვარი ბაყალადან დასავლეთით სეპირის მთამდე, გასდევს იეყარიმის მთის ჩრდილოეთ კალთებს, ანუ ქესალონს, ეშვება ბეთ-შემეშისკენ და გადის თიმნაზე. მისდევს საზღვარი ყეკრონის ჩრდილო მხარეს, უხოს საზღვარი მიქრონისკენ, გადის ბაყალას მთაზე და აღწევს იაბნიელს. წყდება საზღვარი ზღვასთან. დასავლეთის საზღვარი არის დიდი ზღვა, ეს არის იუდაელთა საზღვარი ირგვლივ საგვარეულოების მიხედვით. ქალებ იეფუნეს ძეს ცისცა იესომ სამკვიდრო იუდაელთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის, ყანაკის მამისეული კირიათ არბაყი, ανε ხებრონი. ახყარა იქიდან ქალებმა ყანაკის სამი ნაშიერ, შეშაი, ახიმანი და თალმაი ყანაკის ნაშობნი. იქიდან დაბირელებისკენ გაემართა უწინ დაბირს კირიათ სეფერი ერქვა. თქვა ქალებმა, ვინც დაამარცხებს და აიღებს კირიათ სეფერს, ცოლად მიმიცია მისთვის ჩემი ასული ყაქსა. ჰოთენიელმა, ქალების ძმის კენაზის ძემ, აიღო ქალაქი და ქალებმა ცოლად მისცა მას თავისი ასული ყაქსა. ვიდრე შინ გაემგზავრებოდნენ, ცოლმა დაარიგა ჰოთენიელი და თავისი მამისგან მიწა გამოათხოვინა. თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან და როცა ქალებმა ჰკითხა, რა გინდაო, მიუგო, მომეცი კურთხევა, რა კი ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევებიც მომეცი. და მისცა ქალებმა ზემო წყალსატევები და ქვემო წყალსატევები. ეს არის იუდაელთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით. აი რომელი ქალაქები იყო იუდაელთა შტოს კიდეზე, ედომის საზღვართან, სამხრეთით, კაპციელი, ყედერი და იაგური. კინა, დიმონა და ყატყადა, კედეში, ხაცორი და ითნანი ზიფი, ტელემი და ბაყალოთი ხაცორხადათა, კირიოთი, ხეცრონი, ანუ ხაცორი ამამი, შემაყი და მოლა და ხაცარგადა, ხეშმონი და ბეთ-ფალეტი ხაცარ შუყალი, ბეერ-შებაყი და ბიზიოთია ბაყალა, ყიმი და ყაცემი ელთოლადი, ქესილი და ხორმა ციკლაგი, მადმანა და სანსანა ლებაოთი, შილხიმი, ყაინი, რიმონი. სულ 29 ქალაქი თავისი დაბებით ურთ. ბარში, ეშთაოლი, ცორყა და აშნა ზანოახი, ყენგანიმი, თაფუახი და ჰაყენამი იარმუთი, ხადულამი, სოქო და ხაზიკა შაყარაიმი, ყადითაიმი, ჰაგედერა, გედეროთაიმი 14 ქალაქი თავისი დაბებით ურთ. ცენანი, ხადაშა და მიგდალგადი დილყანი, ჰამიცფე და იოქთელი ლაქიში, ბაცკათი და ყეგლონი ქაბონი, ლახმასი და ქიტლიში გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაყამა, მაკე და 16 ქალაქი თავისი დაბებით ურთ. ლიბნა, ეთერი და ყაშანი იფთახი, აშნა და ნეციბი კეყილა, აქციბი და მარეშა 9 ქალაქი თავისი დაბებით ურთ, ყეკრონი თავისი სოფლებითა და დაბებით ურთ. ყეკრონიდან ზღვისკენ ყველაფერი, რაც აშდოდს და მის სოფლებს ესაზღვრება. აშდოდი თავისი დაბებითა და სოფლებით ურთ, ხაზა თავისი სოფლებითა და დაბებით ურთ ეგვიპტის ხევამდე. საზღვარი დიდი ზღვაა. თაზე, შამირი, იათირი და სოქოდანა, კირიათ-სანა, ანუ დაბირი ყანაბი, ეშთემო და ყანიმი გოშენი, ხოლონი და გილო 11 ქალაქი თავისი დაბებით ურთ. არაბი, დუმა და ეშყანი იანომი, ბეთ-თაფუახი და აფეკა ხუმტა, კირიათ არბაყი, ანუ ხებრონი და ციყორი 9 ქალაქი თავისი დაბებით ურთ. მაკონი, ქარმელი, სიფი და იუტა იზრეყელი, იოგდეყამი და ზანოახი, ჰაკაინი, კიპყა და თინა 10 ქალაქი თავისი დაბებით ურთ. ხალხული, ბეთ-ცური და გედორი მაყარათი, ბეთ-ყანოთი და ელთეკონი 6 ქალაქი თავისი დაბებით ურთ. კირიათ ბაყალი, ანუ კირიათ იეყარიმი და ჰარაბა 2 ქალაქი თავისი დაბებით ურთ. უდაბნოში, ბეთ-ჰაყარაბა, მიდინი და სეკაკა ჰანიბშანი, კირჰამალახი, ყენგადი 6 ქალაქი თავისი დაბებით ურთ. იებუსეველები, იერუსალიმის მკვადრნი, ვერ აღყარეს იუდაელებმა და დღემდე ცხოვრობენ იებუსეველები იერუსალიმში. მეოთხე ნაწილი. მიწის გაყოფა ტომებს შორის. თავები 16-დან 20-მდე. ეს ნაწილი შეიძლება მშრალი ჩანდეს საზღვრების სიის გამო, მაგრამ ძველი მკითხველისთვის ეს იყო მიწის საბუთები, რომლებიც ადასტურებდა სიცოცხლისა და მემკვიდრეობის უფლებას. დეტალურად არის აღწერილი ეფრემისა და მენაშეს ტომების იოსების შთამომავლები, ასევე დარჩენილი 7 ტომის მიწის მინიჭება. კარავი, თაყვანისცემის ცენტრი, დაარსდა შილოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მე-20 თავი, რომელიც აღწერს თავშესაფრის ქალაქების დაარსებას. ეს აჩვენებს ღვთის სამართლიანობას. კანონი იცავს ადამიანს, რომელმაც უნებლიე მკვლელობა ჩაიდინა, სისხლისმღვრელი შოულისგან. ამრიგად ომისა და მიწების გაყოფის ფონზე დამკვიდრებულია სამართლიანობისა და სიცოცხლის დაცვის პრინციპები. მიწის გაყოფა აღნიშნავს აბრაამისადმი მიცემული ფიცის შესრულებას მომთაბარეები ოფიციალურად ხდებიან მიწის მფლობელები. თავი მე-16.
ხვდათ წილი იოსების შთამომავლებს, იორდანიდან იერიხონის წყლების პირდაპირ აღმოსავლეთით, უდაბნო, რომელიც გადადის იერიხონიდან ბეთელის მთაზე. ბეთელიდან საზღვარი მიდის ხუზისკენ, გაივლის არქის და ყატაროთის საზღვართან. ეშვება ზღვისკენ, იაფლეთის საზღვართან ქვემო ბეთ-ხორონის საზღვრამდე და გაზერამდე და წყდება ზღვასთან. ეს დაიმკვიდრეს იოსების შვილებმა მენაშემ და ეფრემმა. ჰქონდათ საზღვარი ეფრემიანებს მათ საგვარეულოთა მიხედვით მათი სამკვიდროს აღმოსავლეთი საზღვარი იყო ყატაროთ ადარიდან ზემო ბეთ-ხორონამდე. მიდის საზღვარი ზღვისკენ მიქმეთათის ჩრდილოეთით და უხევს საზღვარი თაანათ შილოს აღმოსავლეთით და ჩაულის მას იანოხის აღმოსავლეთით. ეშვება იანოხიდან ყატაროთამდე და ნაყარათამდე სწვდება იერიხონს და ჩადის იორდანეზე. თაფუახიდან მიდის საზღვარი ზღვისკენ, კანასხევით და წყდება ზღვასთან. ეს არის ეფრემიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით. მენაშეანთა სამკვიდროში ჰქონდათ გამოყოფილი ეფრემიანებს ქალაქები, ყველა ქალაქი თავისი დაბებით ურთ. არა უყრიათ მათ გაზერში მცხოვრები ქანაანელები. და დღემდე ცხოვრობენ ქანაანელები ეფრემიანთა შორის და ხარკს იხდიან. თავი მე-17. ჰქონდა წილი მენაშეს შტოს, რომელიც იოსების პირმშო იყო. მაქირს მენაშეს პირმშოს გალაადის მამას, რადგან იგი მეომარი კაცი იყო, ხვდა გალაადი და ჰქონდათ დანარჩენ მენაშეანებს მათი საგვარეულოების მიხედვით, აბიყეზერიანებს, ხელეკიანებს, ასრიელიანებს, შექემიანებს, ხეფერიანებს, შემიდაკიანებს. ესენი არიან მენაშეს შთამომავლები, იოსების ცისა, მამრობითი მოდგმა, მათი საგვარეულოების მიხედვით. არ ჰყავდა ვაჟიშვილები, არამედ მხოლოდ ქალიშვილები ცელაფხადს, ხეფერის ძეს, გალაადის ძეს, მაქირის ძეს, მენაშეს ძეს. მის ქალიშვილებს ერქვათ მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა. ეახლნენ ისინი ელეაზარ მღვდელს, იესონავეს ძეს და მთავრებს და უთხრეს, ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, რომ მოგვეცემოდა სამკვიდრო ჩვენს ნათესავებს შორის. და მიეცათ მათ სამკვიდრო უფლის ბრძანებისამებრ მამის ძმებს შორის. შეხვდა მენაშეს 10 ნაკვეთი გალაადისა და ბაშანის მიწების გარდა იორდანეს გაღმა რომ არის. რადგან მენაშეანთა ქალებმა დაიმკვიდრეს სამკვიდრო ვაჟებთან ერთად, გალაადის მხარე დანარჩენ მენაშეან ვაჟებს ერგოთ. მენაშეს საზღვარი იყო აშერიდან მოკიდებული მიქმეთათამდე, შექემის გასწვრივ რომ არის. მერე მარჯვნივ მიდის საზღვარი ყენ თაფუახის მკვიდრი მოსახლეობისკენ. თაფუახის მხარე მენაშეს ერგო, ხოლო თავად თაფუახი მენაშეს საზღვართან ეფრემიანებს. ეშვება საზღვარი კანას ხევისკენ, ხევის სამხრეთით. ეს ქალაქები ეფრემს ეკუთვნის მენაშეს ქალაქებს შორის. მენაშეს საზღვარი ხევის ჩრდილოეთით გადის და ზღვასთან წყდება. სამხრეთი ეფრემისა, ჩრდილოეთი მენაშესი ზღვა აქვთ საზღვრად. ჩრდილოეთის მხრიდან აშერს ემიჯნებიან, აღმოსავლეთიდან ისაქარს. ისაქარში და აშერში მენაშეს ეკუთვნოდა ბეთ-შეანი მისი სოფლებით ურთ, იბლეყამი მისი სოფლებით ურთ, დორის მცხოვრებნი მათი სოფლებით ურთ, კენდორის მცხოვრებნი მათი სოფლებით ურთ, თაყანაქის მცხოვრებნი მათი სოფლებით ურთ, მეგიდოს მცხოვრებნი მათი სოფლებით ურთ და ნაფეთის სამი მხარე. ვერ დაისაკუთრეს მენაშეანებმა ეს ქალაქები და დარჩნენ საცხოვრებლად ამ მხარეში ქანაანელები. როცა მომძლავრდნენ ისრაელიანები, მოხარკეებად გაიხადეს ქანაანელები, აკრით კი არა უყრიათ. ელაპარაკნენ იოსებიანები იესოს და უთხრეს, რატომ მომეცი ერთი წილი სამკვიდრო და ერთი ნაკვეთი, მე ხომ ბევრი ვარ, რადგან ასე და ასე მაკურთხა უფალმა. უთხრა მათ იესომ, თუ ბევრი ხარ, ადი ტყეში და გატეხე იქახო ფერიზელთა და რეფაიმელთა მხარეში, თუ ეფრემის მთა გევიწროება. თქვეს იოსებიანებმა, არ შეგვრჩება, რადგან რკინისეტლები აქვთ ბარის ქანაანელებს, ბეთ-ბეანელებს და მის გარშემო სოფლებში მცხოვრებთ და იმათაც იზრაელის ველზე რომ ცხოვრობენ. ასე უთხრა იესომ იოსების სახლს, ეფრემსა და მანაშეს, ბევრი ხარ შენ და ძალაც დიდი გაქვს, ამიტომაც წილი ერთი არ უნდა გქონდეს. მთა გექნება და ის ტყე. გატეხახოს და მის ბოლომდე შენი იქნება, რადგან შენ აჰყრი ქანაანელებს, თუმცა რკინისეტლები აქვთ და ძლიერნი არიან. თავი მე-18. შეიყარა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილოამში და დადგეს იქ სადღესასწაულო კარავი. მათ წინაშე დამორჩილებული იყო ქვეყანა. 7 შტო დარჩა ისრაელიანებში, რომელთაც არ ჰქონდათ გამოყოფილი სამკვიდრო. უთხრა იესომ ისრაელიანებს, რას უცდით, რატომ არ მიდიხართ იმ მიწის დასასაკუთრებლად, უფალმა, თქვენი მამა პაპის ღმერთმა რომ მოგცათ? თითო შტოდან სამ-სამი კაცი ამოირჩიეთ და მე გაოგზავნი მათ. ადგნენ და მოიარონ ქვეყანა, აღწერონ იგი სამკვიდროების მიხედვით და დაბრუნდნენ ჩემთან. 7 ნაწილად დაინაწილეთ იუდა თავის საზღვარში დარჩეს სამხრეთით, იოსების სახლიც დარჩეს საზღვარში ჩრდილოეთით. აღწერეთ ქვეყანა 7 ნაწილად და აქ მომახსენეთ.
მე გიყრით წილს აქ, უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე. ლევიანებს არ ექნებათ წილი თქვენს შორის, რადგან უფლის მობლობაა მათი სამკვიდრო. ხოლო გადმა რეუბენმა და მენაშეს შტოს ნახევარმა მიიღეს თავთავისი სამკვიდროები იორდანეს გაღმა აღმოსავლეთით. როგორც მისცა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა. ადგა და წავიდა ხალხი. ასე დაარიგა იესომ ქვეყნის აღსაწერად მიმავალნი. წადით, მოიარეთ ქვეყანა და აღწერეთ იგი და დაბრუნდით ჩემთან. ხოლო მე აქ წილს გიყრით თქვენ უფლის წინაშე, სილოამში. წავიდა ხალხი, მოიარა ქვეყანა, ჩაწერა იგი წიგნში ქალაქების მიხედვით 7 ნაწილად და დაბრუნდა იესოსთან სილოამის ბანაკში. უყარა მათ იესომ წილი სილოამში, უფლის წინაშე და დაუნაწილა იქ იესომ ქვეყანა ისრაელიანებს ნაკვეთებად. ეყარა წილი ბენიამინის შტოს მისი საგვარეულოების მიხედვით, წილად ხვდა საზღვარი იუდაელთა და იოსებიანთა შორის. იორდანედან იწყება მათი ჩრდილოეთის საზღვარი, ადის საზღვარი იერიხონისკენ ჩრდილოეთით, მიუყვება მთას დასავლეთისკენ და წყდება ბეთავენის უდაბნოში. აქედან ლუზისკენ, ლუზის ანუ ბეთელის სამხრეთით გადის საზღვარი და ეშვება საზღვარი ყატაროთადარისკენ, თაზე, რომელიც ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთით არის. უხვევს საზღვარი და მიემართება დასავლეთისკენ მთის სამხრეთ კალთებზე, ბეთ-ხორონის გასწვრივ რომ არის სამხრეთით და წყდება კირიათ ბაყალთან ანუ კირიათ იეყარიმთან, იუდაელთა ქალაქთან. ეს დასავლეთი მხარეა. სამხრეთი მხარე იწყება კირიათ იეყარიმის ბოლოდან და მიემართება საზღვარი დასავლეთისკენ და აღწევს ნეფთუახის წყაროებამდე. ეშვება საზღვარი მთის ბოლოსაკენ, ჰინომის ზეთა ვაკის გასწვრივ რომ არის, რეფაიმების ველზე ჩრდილოეთით და ეშვება ჰინომის ვაკეზე იებუსელის სამხრეთით და ისევ ეშვება ყენროგელამდე. უხვევს ჩრდილოეთიდან და გამოდის ყენ-შემეში, მიდის გელილოთისკენ, ადუმიმის მაღლობის გასწვრივ რომ არის და ეშვება რეუბენის ცის, ბოჰანის ქვასთან. ჩრდილოეთის მხრიდან მოულის ყარაბას და ეშვება ყარაბაში. გადის საზღვარი ბეთ-ხოგლასთან ჩრდილოეთით და წყდება საზღვარი მარილოვანის ზღვის ჩრდილოეთ ყურესთან, იორდანეს სამხრეთ ბოლოსთან. ეს არის სამხრეთი საზღვარი. იორდანე აღმოსავლეთის საზღვრავს. ეს არის ბენიამინის სამკვიდრო გარეშემო საზღვრებით ურთ, მათი საგვარეულოების მიხედვით. ბენიამინის შთამომავალთა ქალაქები მათი საგვარეულოების მიხედვით იყო: იერიხონი, ბეთ-ხოგლა და ყემეკ კელიცი ბეთ-ჰაყარაბა, ცემარაიმი და ბეთელი ჰაყავიმი, ჰაფარა და ყოფრა ქეფარ ყამონაი, ხოფნი და გაბა 12 ქალაქი მათი დაბებით ურთ. გაბაონი, რამა და ბეეროთი მიცფე, ქეფირა და მოცარეფემი, ირფეელი და თარალად სელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბყათი, კირიათი 12 ქალაქი მათი დაბებით ურთ. ეს არის ბენიამინის ზეთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით. თავი მე-19. მეორე წილი ხვდა სიმონს, სიმონიანთა შტოს, მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი სამკვიდრო იუდაელთა სამკვიდროს შორის იყო. მათ სამკვიდროში შედიოდა ბეერშება, შებაყი და მოლა და ხაცარ შუყალი, ბალა და ყაცემი ელთოლადი, ბეთული და ხორმა ციკლაგი, ბეთ-მარქაბოთი და ხაცარ სუსა ბეთ-ლებაოთი და შარუხენი 13 ქალაქი თავისი დაბებით ურთ. კაინი, რიმონი, ეთერი და ყაშანი 4 ქალაქი თავისი დაბებით ურთ და ყველა დაბა, რაც კი ამ ქალაქების ირგვლივ არის, ბაყალად ბეერამდე, სამხრეთ რამამდე. ეს არის სიმონიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით. იუდაელთა ნაკვეთიდან იყო გამოყოფილი სიმონიანთა სამკვიდრო, რადგან ზედმეტი წილი ჰქონდათ იუდაელებს და ამიტომაც მათ სამკვიდროში დაიმკვიდრეს სიმონიანებმა თავიანთი სამკვიდრო. მესამე წილი ზებულონიანებს ხვდა მათი საგვარეულოების მიხედვით სარიდამდე აღწევდა მათი სამკვიდროს საზღვარი. მიდის საზღვარი ზღვისკენ და მარღალისკენ და ეკვრის დაბაშეთს, აგრეთვე ხევს იაკნეყამის გასწვრივ რომ არის. ბრუნდება სარიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, მზის აღმოსავლეთისკენ, ქისლით თაბორამდე მიდის დაბრათისკენ და აღწევს იაფიახს. იქიდან კვლავ აღმოსავლეთის მიმართულებით, მზის აღმოსავლეთისკენ, გაულის გეთს, ხეფერს და ყითა კაცინს და მიდის რიმონისკენ, მეთუარისკენ და ნეყასკენ. უხვევს საზღვარი ჩრდილოეთით ხანათონისკენ და წყდება იფთახელის ველზე. კატათი, ნახალალი, შიმრონი, იდიალა და ბეთლემი 12 ქალაქი თავისი დაბებით ურთ. ეს არის ზებულონიანთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებით ურთ. ისაქარს ხვდა მე-4 წილი ისაქარიანებს მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი საზღვარი იყო იზრეკელი, ხესულოთი და შუნემი, ხაფარაიმი, შიონი და ანახარათი რაბოთი, კიშიონი და აბეცირემეთი, ყენგანიმი, ყენხადა და ბეთ-ფაცეცი. ეკვრის საზღვარი თაბორს, შახალიმას და ბეთ-შემეშს და წყდება საზღვარი იორდანესთან. 16 ქალაქი თავისი დაბებით ურთ. ეს არის ისაქარიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები მათი დაბებით ურთ. ხვდა მე-5 წილი აშერიანთა შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით.
მათი საზღვარი იყო ხელკათი, ხალი, ბეტენი და აქშაფი ალამელექი, ხამყატი და მიშალი. ეკვრის ქარმელს დასავლეთის მხრიდან და შიხორ ლიბნათს. უკან ბრუნდება მზის აღმოსავლეთის მიმართულებით ბეთ-დაგონისკენ და ეკვრის ზებულონს და იფთახელის ველს ჩრდილოეთის მხრიდან ბეთ-ყეშექთან, ნეყიელთან და მიდის ქაბულისკენ მარცხნივ. კებრონი, რეჰობი, ხამონი და კანა დიდ ციდონამდე. ბრუნდება საზღვარი რამასკენ ტიროსის ციხე ქალაქამდე ბრუნდება საზღვარი ხოსასკენ და წყდება ზღვასთან ხებელიდან აქციბამდე. ეუმა, აფეკი, რეჰობი 22 ქალაქი თავისა დაბებითურთ. ეს არის აშერიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ. ნაფთალიანებს შეხვდათ მე-6 წილი, ნაფთალიანებს მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი საზღვარია ხელეფიდან საყანანიმის მუხნარიდან ადამინეკების და იაბნიელის გავლით ლაკუმამდე და წყდება იორდანესთან. უკან ბრუნდება საზღვარი დასავლეთის მიმართულებით აზნორ თაბორისკენ, იქიდან მიდის ხუკოკისკენ და ეკვრის ზებულონს სამხრეთიდან, ხოლო აშერს ეკვრის დასავლეთიდან და იუდას იორდანესთან მზის აღმოსავლეთით. ციხე ქალაქებია: ციდიმი, ცერი, ხამათი, რაკათი და ქინარეთი ადამა, რამა და ხაცორი, კედეში, ედრეი და ხენხაცორი, ირეონი, მიგლადედი, ხარემი, ბეთ-ყანათი და ბეთ-შემეში 19 ქალაქი თავისი დაბებითურთ. ეს არის ნაფთალიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები მათი დაბებითურთ. დანიანების შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით შეხვდა მე-7 წილი. მათი სამკვიდრო საზღვარი იყო: ორყა, ეშთაოლი და ყირშემეში, შაყალაბონი, აიალთნი და ითლა, ელონი, თიმნათა და ხეკრონი, ელთეკე, გიბთონი და ბაყალა, იხუდი, ბარაკიანები და გათრიმონი, იარკონის წყალი, რაკონის საზღვრებითურთ იაფოს მახლობლად. გადასცდა მათ დანიანთა საზღვარი. გავიდნენ დანიანები და შეებრძოლნენ ლეშემს და აიღეს იგი, მახვილით მოსრეს, დაისაკუთრეს და დასახლდნენ იქ. უწოდეს ლეშემს დანი, თავიანთი მამამთავრის დანის სახელი. ეს არის დანიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ. დაამთავრეს ქვეყნის დანაწილება სამკვიდროებად საზღვრების მიხედვით. თავიანთ შორის მისცეს სამკვიდრო ისრაელიანებმა იესონავეს წესაც. უფლის ბრძანებისამებრ მისცეს მას ქალაქი, რომელსაც მოითხოვდა თიმნათ სერახი ეფრემის მთაზე. ააშენა ქალაქი და დასახლდა იქ. ესენია სამკვიდროები, რომლებიც დაურიგეს ელეაზარ მღვდელმა, იესონავეს ძემ და მამამთავრებმა ისრაელიანთა შტოებს წილისყრით სილოამში, უფლის წინაშე სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. ასე მორჩნენ ქვეყნის დანაწილებას. თავი მე-20. ელაპარაკა უფალი იესოს, და ელაპარაკე და უთხარი ისრაელიანებს, დაიდგინეთ თავშესაფარი ქალაქები, რაზეც გელაპარაკებოდით მოსეს პირით, რომ გაიქცეს იქ მკვლელი, რომელსაც შეცდომით, უნებურად შემოაკვდება კაცი. თავშესაფარად გქონდეთ შურის მაძიებლისგან. გაიქცეს ერთ-ერთ ქალაქში, დადგეს კარიბჭესთან და ხმამაღლა გამოუცხადოს ამ ქალაქის უხუცესებს თავისი ამბავი. ისინიც მიიღებენ მას თავისთან ქალაქში და მისცემენ ადგილს, რომ მათთან იცხოვროს. თუ დაედევნა შურის მაძიებელი, არ უნდა ჩაუგდონ მას ხელში მკვლელი, რადგან მის დაუნებურად შემოაკვდა თავისი ახლობელი. არ სჭირებია მისი ჯავრი არც გუშინ, არც გუშინწინ. იცხოვრებს ამ ქალაქში, ვიდრე არ წარუდგება საზოგადოებას სამსჯავროზე, ვიდრე იმ ხანების მღვდელმთავარი არ მოკვდება. მაშინ დაბრუნდეს მკვლელი და მივიდეს თავის ქალაქში, თავის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც გამოიქცა. გამოყვეს კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაზე, შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ არბი, ანუ ხებრონი, იუდას მთაზე. იორდანეს გაღმა იერიხონის პირდაპირ აღმოსავლეთით დაადგინეს, ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენის შტოდან, რაბათი გალაადში გადის შტოდან და გოლანი ბაშანში მენაშეს შტოდან. ეს ქალაქებია განკუთვნილი ყველა ისრაელიანასთვის და მდგმურისთვის, რომელიც მდგმურობს მათ შორის, რომ თავი შეაფაროს, იქ უნებლიე მკვლელმა და არ მოკვდეს შურის მაძიებლის ხელით, ვიდრე საზოგადოებას წარუდგებოდეს. მე-5 ნაწილი. აღთქმა და დამშვიდობება. 21-დან 24 თავებამდე. ბოლო ნაწილი ეძღვნება ერისში და სტაბილურობასა და მომავალს. პირველ რიგში ქალაქები გამოყოფილია ლევიანებისთვის, რომლებსაც მიწის ნაკვეთები ჩამოერთვათ, რადგან მათი მემკვიდრეობა ღვთისმსახურება იყო. შემდეგ აღწერილია პოტენციურად საშიში ინციდენტი იორდანეს მდინარესთან სამსხვერპლოსთან დაკავშირებით, რომელმაც თითქმის სამოქალაქო ომი გამოიწვია, მაგრამ დიალოგის გზით მოგვარდა ხაზგასმული რწმენის ერთიანობის მნიშვნელობა. წიგნი კულმინაციას აღწევს იესონავეს ძის ორი გამოსამშვიდობებელი სიტყვით. ის მოუწოდებს ხალხს, არ ჩაერიონ ადგილობრივ კულტებში და აფრთხილებს განდგომილების შედეგების შესახებ. 24 თავში შექემში ხდება აღთქმის საზეიმო განახლება.
ცნობილი ფრაზა, მე და ჩემი სახლი უფალს ვემსახურებით აჯამებს მის ცხოვრებას. წიგნი მთავრდება იესო ნავესწის სიკვდილით და იოსების ძვლების დაკრძალვით, რაც სიმბოლურად ასრულებს ისრაელის მოგზაურობას ეგვიპტიდან აღთქმული მიწის დანარჩენ ნაწილამდე. თავი 21. მივიდნენ ლევიანთა მამამთავრები ელეაზარ მღვდელთან, იესო ნავესწესთან და ისრაელიანთა შტოთა მამამთავრებთან. ასე ელაპარაკნენ მათ სილოამში, ქანაანელთა ქვეყანაში. ნაბრძანები აქვს უფალს მოსეს პირით, რომ მოგცეს ქალაქები საცხოვრებლად და მათი სანახები პირუტყვისათვის. მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს წილი თავიანთი სამკვიდროდან უფლის ბრძანებისებრ, ეს ქალაქები მათი სანახებით ურთ. ხვდა წილი კაჰათის საგვარეულოებს. ერგოთ წილისყრით აარონ მღვდელის შთამომავლებს, ლევიანებს იუდას შტოდან, სიმონის შტოდან და ბენიამინის შტოდან 13 ქალაქი. ხოლო კაჰათის დანარჩენ შთამომავალთ ეფრემის შტოს საგვარეულოებიდან, დანის შტოდან და მენაშეს შტოს ნახევრიდან წილისყრით 10 ქალაქი. გერშონის შთამომავლებს ისაქარის შტოს საგვარეულოებიდან, აშერის შტოდან, ნაფთალის შტოდან და მენაშეს შტოს ნახევრიდან ბაშანში წილისყრით 13 ქალაქი. მერარის შთამომავლებს მათი საგვარეულოების მიხედვით რეუბენის შტოდან, გადის შტოდან და ზებულონის შტოდან 12 ქალაქი. მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს წილისყრით ეს ქალაქები მათი სანახებით ურთ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. მისცეს იუდაელთა შტოდან და სიმონიანთა შტოდან ეს ქალაქები, რომელთაც უწოდა სახელები. აარონის შთამომავლებს კაჰათის საგვარეულოებიდან, ლევიანებს, რადგან პირველად იყარეს წილი, მისცეს კანოკის მამისეული კირიათ არბე, ანუ ჰებრონი, იუდას მთაზე, თავისი სანახებითა და შემოგარენით ურთ. ქალაქის ყანები და სოფლები საკუთრად მისცეს ქალებ იეფუნეს ძეს. აარონ მღვდლის შთამომავლებს მისცეს კაცის მკვლელთა თავშესაფარი ქალაქი ჰებრონი თავისი სანახებით ურთ და ლიბნა თავისი სანახებით ურთ, იათირი თავისი სანახებით ურთ და ეშთემრა თავისი სანახებით ურთ, ხოლონი თავისი სანახებით ურთ და დაბირი თავისი სანახებით ურთ, ყაინი თავისი სანახებით ურთ, იუტა თავისი სანახებით ურთ და ბეთ-შემეში თავისი სანახებით ურთ 9 ქალაქი ამორი შტოდან. ხოლო ბენიამინის შტოდან გაბაონი თავისი სანახებით ურთ და გებაყი თავისი სანახებით ურთ, ყანათოთი თავისი სანახებით ურთ და ყალმონი თავისი სანახებით ურთ 4 ქალაქი. აარონის შთამომავლებს, მღვდლებს, ერგოთ სულ 13 ქალაქი მათი სანახებით ურთ. კაჰათის საგვარეულოებს, ლევიანებს კაჰათის დანარჩენ შთამომავლობას ერგოთ წილისყრით ქალაქები ეფრემის შტოდან. მისცეს მათ კაცის მკვლელთა თავშესაფარი ქალაქი შექემი, თავისი სანახებით ურთ ეფრემის მთაზე და გეზერი თავისი სანახებით ურთ, კიბცაიმი თავისი სანახებით ურთ და ბეთ-ხორონი თავისი სანახებით ურთ 4 ქალაქი. დანის შტოდან, ელთეკე თავისი სანახებით ურთ და გიბეთონი თავისი სანახებით ურთ, აიალონი თავისი სანახებით ურთ და გათრიმონი თავისი სანახებით ურთ 4 ქალაქი. მენაშეს შტოს ნახევრიდან, თაყანაკი თავისი სანახებით ურთ და გათრიმონი თავისი სანახებით ურთ 2 ქალაქი. სულ 10 ქალაქი თავისი სანახებით ურთ კაჰათის დანარჩენ შთამომავლთა საგვარეულოებს. გერშონის შთამომავლებს, ლევიანთა საგვარეულოს ხალხს, მისცეს მენაშეს შტოს ნახევრიდან კაცის მკვლელთა თავშესაფარი ქალაქი გოლანი ბაშანში თავისი სანახებით ურთ და ბეეშთერა თავისი სანახებით ურთ 2 ქალაქი. ისაქარის შტოდან, კიშიონი თავისი სანახებით ურთ და დაბრათი თავისი სანახებით ურთ, იარმუთი თავისი სანახებით ურთ და ხენგანიმი თავისი სანახებით ურთ 4 ქალაქი. აშერის შტოდან, მიშალი თავისი სანახებით ურთ და ყაბდონი თავისი სანახებით ურთ, ხელკათი თავისი სანახებით ურთ და რეხობი თავისი სანახებით ურთ 4 ქალაქი. ნაფთალის შტოდან კაცის მკვლელთა თავშესაფარი ქალაქი კედეში გალილეაში თავისი სანახებით ურთ, ხამოთ დორი თავისი სანახებით ურთ და კართანი თავისი სანახებით ურთ. სულ 13 ქალაქი თავის სანახებით ურთ გერშონელებს მათი საგვარეულოების მიხედვით. მერარიანთა საგვარეულოებს, დანარჩენ ლევიანებს ზებულონის შტოდან იოკნეყამი თავისი სანახებით ურთ და კართა თავისი სანახებით ურთ. დიმნა თავისი სანახებით ურთ და ნაჰალალი თავისი სანახებით ურთ 4 ქალაქი. გადის შტოდან, კაცის მკვლელთა თავშესაფარი ქალაქი ნაბოთი გალაადში თავისი სანახებით ურთ და მახანაიმი თავისი სანახებით ურთ, ხეშბონი თავისი სანახებით ურთ და იახზერი თავისი სანახებით ურთ სულ 4 ქალაქი. მერარის შთამომავლობას საგვარეულოების მიხედვით, ლევიანთა დანარჩენ საგვარეულოებებს, ძალისყრით შეხვდათ სულ 12 ქალაქი. ისრაელიანთა სამკვიდრებელში ლევიანებს ეკუთვნოდათ სულ 48 ქალაქი თავისი სანახებით ურთ. მათ ეკუთვნოდათ ეს ქალაქები, თითოეული ქალაქი თავისი გარეშემო სანახით ურთ. ასე იყო ყოველი ქალაქისთვის. მისცა უფალმა ისრაელს მთელი ქვეყანა, რომლის მიცემასაც დახპირდა მათ მამა პაპას. მათაც დაისაკუთრეს იგი და დამკვიდრდნენ იქ. მოასვენა ისინი უფალმა ყოველის მხრიდან, როგორც დახპირდა მათ მამა პაპას. ვერა მტერი ვერ უმკლავდებოდა მათ, ყველანი ხელში ჩაუგდო მათ უფალმა.
არ გაცუდებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც კი ისრაელის სახლისთვის უთქვამს უფალს, ყველაფერი ახდა. თავი 22. მაშინ დაიბარა იესომ რეუბენელები, გადელები და მენაშეს შტოს ნახევარი. უთხრა მათ, თქვენ ასრულებდით ყველაფერს, რასაც მოსე, უფლის მორჩილი, გიბრძანებდათ. მეც ყურს მიგდებდით ყველაფერში, რასაც გიბრძანებდით. არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები მრავალი ხნის მანძილზე დღემდე. ასრულებდით სამსახურს უფლის, თქვენი ღმერთის ნაბრძანებს. ახლა კი დაასვენა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის. ახლა გაბრუნდით და წადით თქვენს კარვებში, თქვენს კუთვნილ მიწაზე, რომელიც მოუწია თქვენთვის მოსეს, უფლის მორჩილს, იორდანეს გაღმა. ოღონდ ბეჯითად შეასრულეთ მცნება და რჯული, რომელიც გიბრძანათ მოსემ, უფლის მორჩილმა, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, იაროთ მის გზაზე, დაიცვათ მისი ნაბრძანები, მიეწებოთ მას და ემსახუროთ მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით. დალოცა ისინი იესომ და გაისტუმრა. ისინიც წავიდნენ თავ-თავიანთ კარვებში. მენაშეს შტოს ნახევრისთვის ბაშანში ჰქონდა მოსეს მიცემული სამკვიდრო, მეორე ნახევარს იესომ მისცა მათი ძმების გვერდით, იორდანეს გაღმად, დასავლეთით. ისინიც დალოცა იესომ, როცა თავ-თავიანთ კვებში ისტუმრებდა მათ. ასე უთხრა მას, დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენს კარვებში, დიდძალი პირუტყვით, ოქრო ვერცხლით, სპილენძით, რკინით, დიდძალი სამოსელით. გაუნაწილეთ მტრისგან აღებული ნადავლით თქვენს ძმებს. გაბრუნდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ნახევარი შტო ისრაელიანთაგან სილოამიდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და წავიდნენ გალაადის ქვეყანაში, თავიანთ წილხვედრილ ქვეყანაში, სადაც უნდა დასახლებულიყვნენ უფლის ბრძანებით, მოსემ რომ ამცნო მათ. მიადგნენ იორდანეს სანახებს ქანაანის ქვეყანაში და ააშენეს იქ რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს შტოს ნახევარმა სამსხვერპლო იორდანესთან, დიდი სამსხვერპლო გამოსაჩენად. გაიგეს ისრაელიანებმა და თქვეს, აჰა, რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს ნახევარმა შტომ ააშენეს სამსხვერპლო ქანაანის ქვეყანაში, იორდანეს სანახებში, ისრაელიანთა მხარეს. გაიგეს ისრაელიანებმა და შეიკრიბა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილოამში მათ წინააღმდეგ გასალაშქრებლად. გააგზავნეს ისრაელიანებმა რეუბენიანებთან, გადიანებთან და მენაშეს შტოს ნახევართან გალაადის მხარეში ფინხას ელეაზარის ძე მღვდელი. გააყოლეს 10 თავკაცი, თითო თავკაცი თითო საგვარეულოზე ისრაელის შტოდან საგვარეულოს თითოეული თავკაცი ისრაელის 1000-ეულის უფროსი იყო. მივიდნენ რეუბენიანებთან, გადიანებთან და მენაშეს შტოს ნახევართან გალაადის მხარეში და ასე ელაპარაკნენ მათ, ასე ამბობს უფლის მთელი საზოგადოება, რატომ უმტყუნეთ ისრაელის ღმერთს, ზურგი რომ შეაქციეთ დღეს უფალს და სამსხვერპლო აიშენეთ უფლის გასაჯავრებლად. განა არ კმარო და ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განმწმედილვართ და რომ აზარალებს უფლის საზოგადოებას. ზურგი შეგიქცევიათ დღეს უფლისათვის, აჯავრებთ დღეს უფალს, რომ ხვალ რისხვა დაატეხოს ისრაელის მთელს საზოგადოებას. თუ უწმიდური გგონიათ თქვენი კუთვნილი მიწა, გადადით უფლის კუთვნილ მიწაზე, სადაც უფლის სავანე ასვენია ჩვენ შორის და ისაკუთრეთ სამკვიდრო, ოღონდ უფალს ნუ გააჯავრებთ, ნურც ჩვენც გაგვაჯავრებთ იმით, რომ უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა სხვა სამსხვერპლოს იშენებთ. განა აქან ზარახის ძე არ იყო, დარისხებულს რომ შეჰბედა, მაგრამ რისხვა ისრაელის მთელს საზოგადოებას დაატყდა თავს. მარტო ის არ მომკვდარა მისი დანაშაულის გამო. მიუგეს რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს შტოს ნახევარმა და ელაპარაკნენ ისრაელის 1000-ეულთა თავკაცებს. ღმერთების ღმერთმა უფალმა უწყის და ისრაელმაც უწყოდეს, დღესვე დავიღუპოთ. თუ უფლის გასაჯავრებლად და მის საღალატოდ მოუქცეულიყავით, ასე თუ სამსხვერპლო უფლისათვის ზურგის შესაქცევა დაგვეშენებიოს აღსავლენისთვის საძღვნოთ თუ სამადლობელი მსხვერპლისათვის, თავად უფალი იყოს განმკითხავი. თუ თავის დასაზღვევად არ მოუქცეულიყავით, ასე რომ ხვალ თქვენს შვილებს არ ეთქვათ ჩვენი შვილებისათვის, რა საქმე გაქვთო უფალთან, ისრაელის ღმერთთან. საზღვროდ იორდანე და გიდოთ უფალმა ჩვენსა და თქვენს შორის, რეუბენიანებო და გადიანებო. არა გაქვთო წილი უფალში. აუკრძალავენ თქვენი შვილები ჩვენს შვილებს უფლისადმი მოწიწებას. ვიფიქრეთ, ავიშენებთ სამსხვერპლოს არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის, არამედ იმისათვის, რომ მოწმე იყოს ჩვენსა და თქვენ შორის, ჩვენს მომავალ თაობებს შორის, რომ ჩვენც ვემსახურებოდით უფალს ჩვენი აღსავლენით, საკლავით და სამადლობელით, რომ არ უთხრან ხვალ თქვენმა შვილებმა ჩვენს შვილებს, წილი არა გაქვთო უფალში. ვიფიქრეთ, როცა ასე გვეტყვიან ჩვენ და ჩვენს შემდგომ თაობას, მივუგებთ, აჰა, უფლის სამსხვერპლო, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ ააშენა არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის, არამედ რათა მოწმე ყოფილიყო იგი ჩვენსა და თქვენს შორის.
როგორ ვიზამდით, რომ უფალი გაგვეჯავრებინა და ზურგი შეგვექცია დღეიდან მისთვის, რომ სამსხვერპლო აგვეშენებინა აღსავლენისთვის, სხვენისათვის და საკლავისთვის გარდა უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოსი, მისი სავანის წინ რომ დგას. გაიგონეს და მოიწონეს ფინხას მღვდელმა საზოგადოების თავკაცებმა და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, მას რომ ახლდნენ რეუბენიანთა, გადიანთა და მენაშეანთა ნათქვამი სიტყვები. უთხრა ფინხას ელეაზარის ძემ მღვდელმა რეუბენიანებს, გადიანებს და მენაშეანებს, დღეს გავიგეთ, რომ ჩვენ შორისაა უფალი, რომ არ გიმტყუნებიათ უფლისათვის. თქვენ იხსენით ისრაელი უფლის ხელიდან. გაბრუნდნენ ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი და თავკაცები რეუბენიანთაგან და გადიანთაგან გალაადის ქვეყნიდან ქანაანის ქვეყნისაკენ და მოუტანეს ამბავი ისრაელიანებს. მოიწონეს ეს ამბავი ისრაელიანებმა და აკურთხეს ისრაელიანებმა ღმერთი, აღარ უფიქრიათ მათზე გალაშქრება და იმ ქვეყნის გაპარტახება, სადაც რეუბენიანები და გადიანები ცხოვრობდნენ. უწოდეს რეუბენიანებმა და გადიანებმა ამ სამსხვერპლოს ყედი მოწმე, რადგან მოწმე არისო იგი ჩვენ შორის, რომ ღმერთია უფალი. თავი 23. მრავალი ხანი გამოხდა მას შემდეგ, რაც მოასვენა უფალმა ისრაელი გარეშემო მტრებისაგან და მოხუცდა იესო ხანში შევიდა. მოუხმო იესო მთელს ისრაელს, მის უხუცესებს, მის თავკაცებს, მის მსაჯულებს, მის ზედამხედველებს და უთხრა მათ, მე დაუბერდი, ხანში შევედი. თქვენი თვალით გაქვთ ნანახი ყველაფერი, რაც უფალმა, თქვენმა ღმერთმა დამართა ყველა ამ ხალხს თქვენს წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი იყო, თქვენთვის რომ იბრძოდა. ხედავთ, წილად გარგუნეთ ყველა ეს დარჩენილი ხალხი თქვენი შტოების სამკვიდროდ იორდანედან მოყოლებული და ყველა ხალხი, რომელიც აღუგავედით ზღვამდე, მზის დასავლამდე. თავად უფალი, თქვენი ღმერთი აყრის მათ თქვენგან და განდევნის, რათა დაიმკვიდროთ მათი ქვეყანა, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს. მტკიცედ დაიცავით და შეასრულეთ ყველაფერი, რაც მოსეს რჯულის წიგნშია ჩაწერილი, არ გადაუხვიოთ მას არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ნუ შეერევით ამ ხალხს, თქვენ შორის რომ დარჩნენ, ნუ ახსენებთ მათი ღმერთების სახელს და ნურც დაიფიცავთ მათ, ნურც ემსახურებით და ნურც თაყვანს სცემთ. არამედ უფალს, თქვენს ღმერთს მიეწებეთ, როგორც დღემდე იქცეოდით. უფალმა ახკარა თქვენგან დიდი და ძლიერი ხალხები, დღემდე არავინ ყოფილა, რომ თქვენ გაგმკლავებოდათ. ერთი თქვენიანი განდევნის მათ 1000, რადგან თავად უფალი, თქვენი ღმერთი იბრძვის თქვენთვის, როგორც შეპირებული იყო. ეცადეთ, კვლავ თქვენივე სიცოცხლისათვის, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი. თუ განდგებით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, თქვენ შორის რომ დარჩნენ და უმოხურდებით მათ და ასე შეერევით ერთმანეთს, იცოდეთ, აღარ ახყრის უფალი თქვენგან ამ ხალხებს, არამედ მახეთ და ხაფანგად, შოლტად ექცევიან თქვენს ფერდებს, ეკლად ჩაგესობიან თვალში, ვიდრე არ გადაშენდებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ. აჰა, დღეს მივდივარ წუთისოფლის წესისამებრ. მთელი თქვენი გულითა და სულით შეიგნეთ, რომ არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს. როგორც აგიხდათ ყველა სასიკეთო სიტყვა, რაც უფალს, თქვენს ღმერთს ჰქონდა ნათქვამი თქვენთვის, ასევე აგიხდენთ უფალი მუქარის სიტყვას, ვიდრე არ აღვის ყველას ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ. თუ გადახვალთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმას, რომელიც დადებული აქვს თქვენთან, წახვალთ და უცხო ღმერთებს დაუწყებთ სამსახურს და თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ გადაშენდებით ამ მადლიანი ქვეყნიდან, რომელიც თქვენთვის მოუწია. თავი 24. თავი მოუყარა იესომ ისრაელის ყველა შტოს შექემში, დაიბარა ისრაელის უხუცესობა, მისი თავკაცები, მისი მსაჯულები, მისი ზედამხედველები და ისინიც წარდგნენ ღვთის წინაშე. უთხრა იესომ მთელს ერს, ასე ამბობს უფალი ისრაელის ღმერთი, დინარის გაღმა ცხოვრობდა თქვენი მამა პაპა ძველთაგანვე თერახი, აბრაამის მამა და ნახორის მამა და ემსახურებოდა უცხო ღმერთებს. წამოვიყვანე მამა შენი აბრაამი დინარის გაღმიდან და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, ვუმრავლე თესლი და მივეცი ისაკი. მივეცი ისაკს იაკობი და ესავი მივეცი ესავს სეყირის მთა დასამკვიდრებლად, ხოლო იაკობი თავისი შვილებით ურთ ეგვიპტეში ჩავიდა. გაუგზავნე მოსე და აარონი და უგვემე ეგვიპტეს ასწაულებით, რომლებიც მოვიმოქმედე მის შუაგულში. მერე ამოვიყვანე ისინი. ამოვიყვანე ეგვიპტიდან თქვენი მამა პაპა და მოადექით ზღვას ედევნებოდნენ ეგვიპტელები თქვენს მამა პაპას ეტლებითა და ცხენებით მეწამულ ზღვამდე. შეღაღადეს უფალს და მანაც ჩამოაფინა უკუნი თქვენსა და ეგვიპტელებს შორის, მოაქცია მათზე ზღვა და დაფარა ისინი. თქვენი თვალით გაქვთ ნანახი, რა ვუყავი ეგვიპტელებს. მას მერე უდაბნოში ცხოვრობდით მრავალი ხანი. მიგიყვანეთ ამორეველთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ ცხოვრობდნენ. შეგებრძოლენ, მაგრამ ხელში ჩაგაგდებინეთ ისინი. თქვენ დაისაკუთრეთ მათი ქვეყანა და მე აღუგავე ისინი თქვენგან.
ადგა ბალაკ ციფორის ძე, მოაბის მეფე და ბრძოლა გაუმართა ისრაელს და დაიბარა ბალაამი, ბეყორის ძე, თქვენს დასაწყევლად. მაგრამ მე არ ვინებე ბალაამის მოსმენა და მან დაგლოცათ თქვენ. ასე გიხსენით მისი ხელიდან. გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხონს. გაგიმართეს ბრძოლა იერიხონის პატრონებმა, ამორეველებმა, ფერიზელებმა, ქანაანელებმა, ხეთელებმა, გირგაშეველებმა, ხივიელებმა და იებუსეველებმა. კრაზანები გაუშვით თქვენს წინ და მათ გარეკეს თქვენგან ორი ამორეველი მეფე, არა მახვილით და არა მშვილდით. მოგეცით მიწა, რომელზეც არ გიშრომიათ და ქალაქები, რომლებიც არ აგიშენებიათ, მაგრამ ცხოვრობთ იქ. საზრდოობთ ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც თქვენ არ გაგიშენებიათ. მაშ გეშინოდეთ უფლისა, ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად, უარყავით ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდა თქვენი მამა-პაპა იორდანეს გაღმა და ეგვიპტეში და ემსახურეთ უფალს. თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის სამსახური, ახლავე გადაწყვიტეთ ვის ემსახუროთ, იმ ღმერთებს, ვისაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა იორდანეს გაღმა თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც ცხოვრობთ. მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით. პასუხად ეს უთხრა ერმა, არ იქნება ჩვენგან უფლის დავიწყება, უცხო ღმერთების სამსახური. რადგან უფალია ჩვენი ღმერთი, მან ამოიყვანა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, მან მოიმოქმედა ეს დიადი სასწაულები ჩვენს თვალწინ, ის გვიფარავდა მთელს გზაზე, სადაც დავდიოდით, და ყველა ხალხში, რომელთა შორისაც გაგვივლია. განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორეველებიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც უნდა ვემსახუროთ უფალს, რადგან ჩვენი ღმერთია ის. უთხრა იესომერს, ვერ შეძლებთ უფლის სამსახურს, რადგან წმინდა ღმერთია იგი, შურიანია იგი, არ გაპატიებთ დანაშაულს და ცოდვებს. თუ მიატოვებთ უფალს და უცხოთა ღმერთების სამსახურს შეუდგებით, უბედურებას დაგათევთ თავს უფალი. ბოლოს მოგიღებთ მას შემდეგ, რაც ამდენი სიკეთე გიყოთ. უთხრა ერმა იესოს, არა, უფალს გვინდა ვემსახუროთ. უთხრა იესომერს, თქვენვე იყავით თქვენი თავის მოწმენი, რომ უფლის სამსახურს ირჩევთ. მიუგეს, მოწმენი ვართ. მაშ უარყავით უცხოთა ღმერთები, თქვენ შორის რომ არიან და გული მიაბრუნეთ უფლის, ისრაელის ღმერთისკენ. უთხრა ერმა იესოს, უფალს ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და ყურს დავუგდებთ მის ხმას. დადო იესომ აღთქმა ერთთან იმ დღეს და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში. ჩასწერა იესომ ეს სიტყვები საღვთო რჯულის წიგნში, აიღო დიდი ქვა და აღმართა იქ, მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა. უთხრა იესომ მთელს ერს, აჰა ეს ქვა იყოს ჩვენს მოწმედ, რადგან მან მოისმინა ყოველი სიტყვა, რაც უფალმა გვითხრა ჩვენ. იყოს თქვენს მოწმედ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი. გაისტუმრა იესომ ერი, თითოეული თავის სამკვიდროში. ამ ამბების შემდეგ მოკვდა იესო ნავეს ძე, უფლის მორჩილი, 110 წლისა. დამარხეს იგი თავისი სამკვიდროს საზღვარში, თიმნათ სერახში, იეფრემის მთაზე რომ არის, გაყაშის მთის ჩრდილოეთით. ემსახურებოდა უფალს ისრაელი იესოს დროს და უხუცესთა დროს, რომელნიც ცხოვრობდნენ იესოს მერე და იცოდნენ უფლის ყოველი საქმე, რაც ისრაელისთვის მოიმოქმედა. იოსების ცვლები ისრაელიანებმა რომ ამოიტანეს ეგვიპტიდან, დამარხეს შექემში, ყანაში, რომელიც ნაყიდი ჰქონდა იაკობს და სკესითად შექემის მამის, ხამორის შთამომავალთაგან და რომელიც იოსებიანთა სამკვიდროში მოხვდა. მოკვდა ელეაზარი, აარონის ძე და დამარხეს იგი ფინხასის, მისი ძის, ბორცვზე, რომელიც ეფრემის მთაზე მიეკუთვნა მას. იესო ნავეს ძის წიგნი ისრაელის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ და მნიშვნელოვან პერიოდს აგვიწერს. მისი მთავარი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ ღვთის აღთქმა ყოველთვის სრულდება, როდესაც ერი ავლენს ერთგულებასა და სიმტკიცეს. წიგნი გვიჩვენებს გარდამავალ ეტაპს უდაბნოს ხეტიალიდან დამკვიდრებამდე, სადაც იესო ნავეს ძე გვევლინება არა მხოლოდ სამხედრო სტრატეგად, არამედ სულიერ წინამძღოლად. ისრაელმა შეძლო იორდანეს გადალახვა, იერიხონის აღება და ქანაანის მიწების ათვისება. ტერიტორიების განაწილება 12 შტოს შორის ხაზს უსვამს ერის მთლიანობას საერთო მიზნის გარშემო. ფინალური სიტყვა შექემში შეგვახსენებს, რომ თავისუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული ღვთის რჯულის დაცვასთან. წიგნი სრულდება სიმბოლური სიმშვიდით, ისრაელმა ჰპოვა მოსვენება მტრებისგან, ხოლო იესოსა და ელეაზარის სიკვდილი აღნიშნავს დიდი ეპოქის დასასრულს. იოსების ცვლების დაკრძალვა შექემში კი ერთგვარი წერტილია იმ გრძელი მოგზაურობისა, რომელიც ეგვიპტიდან დაიწყო. საბოლოო ჯამში ეს არის წიგნი გამარჯვებაზე, რომელიც რწმენითა და მორჩილებით მიიღწევა.